მოდებით ჩვენი პოდკასტით. რაც უკვე მესამე, ერთ სატესტო ქონდა და ეს ორი, რომელიც დავდეთ, ეს იქნება ახლა მეორე და აი გვინდა რომ რამე ეს ორი, ეს სამი. ჩვენ ვიყავით 1900, 2005 კაცი 7. სალამი მეგობრებო, დაგიბრუნდით ისევ პოდკასტით. მე და მარიანა და თემა რა თქმა უნდა გვინდოდა რომ რაღაცა მეტნაკლებად მე შემდგომში ალბათ რაღაც ისეთი თემებიც იქნება შედარებით სულუქი, მაგრამ ძალიან აქტუალურია რა, ეხლა სანამ შემოვიდოდით ლაივში მე და მარიანა რაღაც ვიდეოებს ვყურებდით აი ამ გახმაურებულ ამბებზე, რომელიც ძალიან მძიმე არის რა, ყოველგვარი შელამაზების გარეშე და თემაც აუჩიეთ შესაბამისი და ეს თემა იქნება მოზარდები, მოზარდობა ზოგადად და რა ვიცი რა ხდება მოზარდების თავს, რატო არის ესე რაც არის, არ გვინდა რომ რაღაც ერთ წილში გავუშვათ, რომ აი რაღაცა თითქოს ყველა მოზარდი რაღაც მოძალადე ან რაღაცა მსგავსი ტიპის, უბრალოდ გვინდა რომ შევეხოთ ამ თემას ფუნდამენტურად და განვიხილოთ მოზარდების ამბები რა როგორ ფსიქოლოგიურ ჭილში ზოგადად ყოფიერ ცხოვრებაში, რა ვიცი, ყველა მხრიდან რა და შენ როგორი მოზარდი იყავ? მე მაგრამ შენ ხაც მოზარდი ხარ რა ესე? კი, მე სიმაღლის სტანდარტებით თუ ავიღებ, შენ მოზარდი ხარ. კი, თან მოზარდი. მე სულ გაზრდილი დავიბადე. მოზარდი არ ყოფილა. ეს მოზარდობიდანვე დავიწყე სამწუხაროდ გამელოდება. და ამაზე სხვათა შორის ვარმა ბულინგებს ძალიან მიკვის. ალბათ შემდგომი იმებისთვის. სიმელოტეზე? ხო, შემდგომი. სიმელოტეს დაბულინგებული მყავ ხარ უკვე. ხო, აი მაშა. ხო, ნიშნავ რა. აღარ ეგ სიმელოტე ხახმა რო არის ფიქროს, ეგ არის სპეციალურად, ხო? ხო, ეგრე შევთანხმდით, რომ სპეციალურად ხარ. ხო, ამაზე ისამაკრეთ, თავის ქალა, მაგრამ არა, აი განათების ამბავში რომ კარგად აისხრიტოს განათება. ხო, ანუ იმასაც ტექნიკასაც ხელს უწყობ რა, კი, ეგეც არის. მე უკვე კაი განათება რო გვექნება და მიკროფონები და კამერა ყველაფერი იდეალურად რო გვექნება, ნელ-ნელა მე უკვე შეგძლინა რომ ეკთმა კაი განათება, კაი სპონსორი. დამალო. ვეღარ მოუშვებ. ხო, მაშინ გადავინერგავ. აუ, არა, ტალავერი გაიგეთე. აი, სადღაც კომუნისტების იმ სავარცხელს დავარცხე. კინი სავარცხელი. მე ქარში არიან უბრალოდ. სამხარე. ოკეი. ზეც ჩადის შენ თავში, მინდა გითხრა. ხო, როგორ. აი, აქ ხო გაქვს სიმელოტე. და ანუ აქ ცოტა თმა არის და აქ აღარ არის და აი მზე რო ჩადის ღვაზე და აი ნახევრად რო ჩანს და აქ რო სხივები ნელ-ნელა გამოდის, აი ზუსტად ეგეთი ისაკაკ რა. მინიმუმ რაღაცა ესთეტიურ პეიზას რო შევდარდი. მეტი რა ვქნა. უკვე ისა და რაღაც იაპონიის დროშას და რაღაცა ეგეთი. ხო, არა, მე ვერ გაგწირავ ხო იცი, გაგული მაქვს. საერთოდ ჩემო, აი როგორი ესეთი თანამე პოდკასტები ყოს. ხო, დაბა რაო, მოზარდი. როგორი მოზარდი ვიყავი, ხო, იგა. აი, რაღაც სტანდარტულად ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ჩვეულებრივი მოზარდი ვიყავი და რაღაცა ჩვეულებრივი მოზარდი, ზოგადად აი ზუსტად მაგაზე მაქვს საუბარი, ჩვეულებრივი მოზარდიც რაღაცა ისეთი მცნებაა, რომ აი მოზარდი, ჩემად მოზარდობა, სანამ ჩემ მოზარდობაზე გადავალ, არის აი ყველაზე ისეთი ეტაპი ცხოვრების და ყველაზე საინტერესო, ყველაზე რაღაცა აი ორაზროვანი მხრივ რო რაღაცა იმაზე შედიხარ რაღაც ცხოვრების სარბიელზე და რაღაც და აი უაღრესად კომპლექსურია რა და ხო რავი მოზარდი ახლა სკოლაშიც რაღაცა ანუ მოზარდობა რაღაცა სადღაც უკვე სკოლის მაღალი კლასებიდან უკვე რაღაც აი თვით გამორკვევის იმაზე რო ვიყავი რაღაც ეტაპზე ძალიან ბევრი გაჭედოები მქონდა რაღაცა აი ეს მიუღებლობა რაღაც ამ ავტორიტეტების რაღაცა თავისმოხვეული რაღაცების რო გინდა თუ არა ეს ესე არის აი ეს ქიმია უნდა ისწავლო თუ ფიზიკა უნდა ისწავლო და მოაკლეთ ეს ბუკეტი სულ რაღაც პონჩი აი რაღაცა იმას მიშვებოდა რა მქონნავდა უბნის ბიჭები უბნის ბიჭებთან აი სულ რაღაც ის მქონდა სკოლაში ამ აღალკლასებშიც მე ხარ რაღაცა ესეთი მოჭუბარე ვიყავი მეთქი და რაღაცა ეგეთი ტიპი არ ყოფილა უბრალოდ აი ჩაგვრას ვერ ვიტანდი, აი ეგ ის როა რა, არც თავს ვარ ჩაგვინებდი და არც სხვას ჩაგრავდი და ხო რა, რაღაც დათასპონჩი ვიყავი რა. ხო და აი პროსტა რა იყო იცი, რომ აი უბრალოდ რა იყო იცი, რომ აი
აი რაღაც მუდმივად ხო, აი რაღაცას, აი რაღაც თითქოს რაღაც დამტკიცება ხო, გინდა სულ რაღაც რაღაც. შეცნობა, სულ რაღაც აი თვითონ რაღაც აი რაღაც იმაში იყო რომ რაღაც იჩალიჩე რაღაც გამოიკლიე, ნუ მიდემოდებაში ვიყავი რა და მარტივი არაა რა კავშირი. ანუ მარტივი არაა იმ პონჩი რომ აი ის არა გაქვს რაღაც აი მოცემულობა არა გაქვს რაღაც გარანტიები ბავშვობიდან რომ გამოდიხარ და ეს არის ხიმოები რო გაქვს და რაღაცა და გეუბნებიან რომ რაღაცა ცხოვრება ესე და ესეთია, ამ დროს აწყლები რომ ცხოვრება ესე და ესეთი არა, პიქ ცხოვრება რადიკალურად საპირისპირო და რაღაცა ამოუცნობია, ვიდრე რასაც მასწავლიდნენ და რაც მესმოდა რა, იგივე რაღაც სახში იქნებოდა თუ სკოლაში და რაღაცა. აი ზუსტად ეგ მომენტი მქონდა რა. ხო და ნუ მე იყო ისეთი, ანუ ამ თემას მე აუცილებლად შევეხებით. ზოგადად დამოკიდებულებებში ჩავარდი, ნუ აზარტულ თამაშში. მოზარდობის ასაკში ჩავარდი. კი, ანუ გავლენა იყო საზოგადოების ვისთან ერთადაც იყავი. შენ რო ეხა სულ შკოლნიკებს ახ ცუდი მითქია რომ პექ თან ვინც უსწავლობს მარტო ეგეთი გარემოც ვარო ყოლოდა უბანში, სკოლაში, სანათესაოში, ყველგან შენ სავარაუდოდ მაკეთ წახვიდოდი, მაგრამ ვიღაცა ანუ იმ საიტზე დარეგისტრირება მინიმუმ რო გეთამაშა, ხო ვიღაცამ გასწავლა. ხო დაინახე ვიღაცა რო თამაშობდა და ფულს იგებდა, საიდანაც ხო გაიგე ეგ ინფორმაცია ტელევიზორის იქეთ. თუ ტელევიზორიდან გაიგე და ეგრევე მარტოქენი. მაგას გულისხმობ რა ზუსტად რომ ანუ აი რატო დავრეგისტრირდი, რატო ჩავარდი რა ამ აზარტომანიაში და გემბლინგში, რომელიც ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა, კერძოდ 16 წელი პლუს მინუს. და მაგიტო ვიცახი რომ ეგეც ძალიან ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, ნუ ეს დამოკიდებულება, არა მხოლოდ აზარტზე, ნუ ყველაფერზე. აუ ძალიან კაი თემა, შემდეგ და გავაკეთოთ ამ. რომ ყველაფერზე დამოკიდებულება და უკვე დამოკიდებულება. კი, ერთ-ერთი ავიცეთ თემა. ტელეფონი ჩემთვის ყველაზე უფრო დამოკიდებული რამეა სამყაროში. ტელეფონი. სკროლვა და ეს უბედურება. კი, ახალი და მიმოფობია სხვათა შორის. დაერქვა ესეთი სახელი უკვე რა, ტელეფონზე დამოკიდებულებას. ხო და ნუ მოკლედ რა, ჩავარდი ამ რაღაც ყომარის ამბებში და ხო და ეხლა ვფიქრობ რომ აი ჩემ მოზარდობის რაღაცა იდენტიფიცირება, რაღაცა ტრამვებისგან გაქცევა, რაღაც თვით დამკვიდრება, ეს ყველაფერი აი რაღაც ერთბაშად იყო რა ჩემში რა, აი სულ რაღაცა აი რაღაც ეს გრუპელი ვიტრიალებდა რა, რომელიც რაღაც ეს ქაოსურად რა. თითქოს იყო რაღაც სტაბილური მომენტები, ნუ რაღაცა იქ ისეთ ამბებს მაგრამ სწავლით დიდად რომ არ მოგაწყუო, აი უბრალოდ აი ქიმია, რაღაცა ესეთი რომ აი პროსტა უნდა უბრალოდ უნდა ისწავლო რა. აი არ მხიბლავდა რა და აი სულ რაღაცა ვიყავი რაღაც საკუთარი თავის ძიებაში. არა და იდეაში ქიმია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საგანია ჩემს სკოლაში გამორჩეულად მეყვარდა ქიმია მახსოვს, იმიტომ რომ იცი რა მასწავლებასაც გააჩნია როგორ გაჩვენებს. რომ აი შენ რო ხედავ რომ როგორც ფიზიკა რომ ამ რაღაციდან უცებ ბრახ და ბუშ და რაღაცეები და კვამლიადის თუნდაც და რაღაცეები ფულდება, მე ნენელა შედიხარ ინტერესში. ეს ქიმია შეიძლება არ იყოს კონკრეტულად იქამდე არ მოგეწონოს, რომ მოდი აბა წამლები დავამზადოთ და რაღაცა ბირთვული იარაღები და მაგამდე არ გაუშვა ეგ შენი ისა, ცოდნა, მაგრამ აი მინიმალური რაღაცები ძალიან საინტერესო, უბრალოდ ჩვენ დროს ეხა ნახე, დროც სხვანაირი იყო სადღაცაც, რომ აი სკოლაში ყურის აწევა და რაც ხის გადარტყმა ჩვეულებრივი მოვლენა იყო რა. მასწავლებელი რამეს თუ გიყვირებდა კუთხეში დადგომა, რავი, ნეტარება იყო მე მგონი. ყურს რო აგახევდა, რაღაცას რო გადაგარტყავდა, მაგას სახში ვერ ამბობდი, იმიტომ რომ სახში აბა დაემატებინათ, რომ აი, ეთყობა ცუდად მოიქეციან. ეგ იყო და თუ მასწავლებელი ცოტა ისეთი მკაცრი იყო, უკვე იმისაგან აღარ გიყვარდა, იმიტომ რომ გეშინოდა. რომ აი, იქნებ მე ეს ვიცი, მაგრამ რო ვთქვა და არასწორი იყოს, უნდა ჩამარტყას რაღაცა და ანუ შიშის ფაქტორზე ვერ სწავლობდი რა. მაგ დროს, მაგრამ სხვათა შორის ახლა გააჩნია თაობათა შორის ცვლილება, მე მეგონა რომ ძალიან კარგად წინ გადადგმული ნაბიჯი გქონდა განათლების ამბავში, მაგალითად ის რომ აი ქუჩური გარჩევა და ეს ავტორიტეტები და რაღაცები რომ ცუდია, აი მე ქუთაისში გაზრდილი ბავშვი, ანუ ჩემთან სკოლაში, აი ხა ვიღაცას რომ ეჩხუბება სკოლაში რომ გაგიგიახმა, ეგ ოკეი იყო, მაგრამ რაღაც აი ისეთი მინიმუმი დაპირისპირება იყო რა, რომ ხელის დარტყმაც კი რო არ მიდიოდა. ჩემდა გასაკვირად რა, მიხედავთ რომ აი ქურდები და რაღაცა მთელი ამბავი ქუთაისი მაგასთან ყველაზე ახლოს იყო ჩემი აზრით. მაგრამ აი ჩემთან კლასშიც და
ცოტა პატარა კლასშიც და ცოტა დიდ კლასშიც უკვე ჩვენთვის რაღაცნაირად გასაგები იყო, რომ ეს ქუჩაში ჩვენ შეიძლება ისწავლო, ამბობ, რომ ქუჩაში ადამიანი თუ დგას ის ცხოვრებას რაღაც ეტაპზე სწავლობს, მაგრამ წარმატებული ადამიანი დადგები თუ არა, ძალიან დიდი კითხვის ნიშანია. 90% ვერ დადგები. ქურდული სამყარო ხო საერთოდ სხვა რამე. მე ქუჩაში დგომას გულისხმობ რა და არ სწავლობს. ეგ ჩვენ დროს თითქოს იყო ის, რომ რაღაცა ის შეიფუთა, რომ თუ არ სწავლობდა ადამიანი, უკვე სირცხვილი იყო. გეუბნები 2010-მდე რა, 2000-დან 2010-მდე, ანუ თუ ადამიანი სკოლაში კარგად არ სწავლობდა, სირცხვილი იყო, აი ეს გაკვეთილი არ მომიმზადებია და რაღაცეები, აი ეხავდა რა, ესე ძალიან ჟარგონურად რო ვთქვა და მე მეგონა რომ ეგრე განვითარდებოდა თაობები, მაგრამ ეხა რაღაცნაირად თითქოს უკან მივდივართ, იმიტომ რომ აი თინეიჯერებს რო უყურებ, აი ბიჭების უმრავლესობა, აი ხო ეს ძალიან იარაღი და ზოზდაჭკებს რო იხატავენ და აი ხო იმენ აი ეს ფლომასტერებით რო იხატავენ და ვიღაცა რომ მართლა მიდის სტატუს ალონში არასრულწლოვანი რო ზოზდაჭკა დამახატე და აი და გოგოებიც რა რაღაც ვიდეოებს რო დებენ, ან ფოტოებს დებენ სკროლისას რო შეხვედრია, აუცილებლად რაღაცა ძალიან ქურდული, აი ვარავსკოი სიმღერები უდებთ რა და აი რატო? იმიტომ რომ რაღაცა ისევ პოპულარიზაცია მოხდა თითქოს, აი შუა ვერ დავიჭირეთ, რომ აი ქურდობას თუ ისე შევხედავთ, როგორც ნაწილი უყურებს, რომ კაიკაცობას თუ შევხედავთ და რაღაცა სიტყვას არ გადახვალ და ამბავს თუ შეხედავ, იქიდან შეგიძლია მინიმუმ კაიკაცობა დაიტოვო შინაგანად, რომ მე ჩემს სიტყვას არ გადავალ და სიტყვის ქალი ვიქნები და სიტყვის კაცი ვიქნები, მაგრამ აიღო განათლება. რომ აი მიყვე რა რაღაცა ისწავლო რომ რაღაცას წარმოადგენდე ცხოვრებაში მუჭებზე დახედვის გარდა, იმიტომ რომ ერთხელაც შესაძლებელი მოვა დაგარტყოს დაგაგდებს რა და მოგიგებს. თუ პირდაპირ ამაზე მივდივართ, ახო განვითარდა სადღაცას ეპოქა, ეგრე მოვდივართ გამოქვაბულიდან და ეხა ტელეფონები გვაქვს მინიმუმ. და რომ განვითარდი უნდა მიყვე, მაგრამ ჩვენთან რაღაცა უკან დაბრუნდა რა, ეხა რო უყურებ ხალხს, რომ აი კიკვიდის პარკში მინიმუმ ხო ეხა განათებული, გაკეთებული ვითომ სავარჯიშო, ანუ მაინც აი ესე თან პატარა ბავშვები არიან რა, ანუ არასრულწლოვნები არიან. და ისინი დრო დადიან, ანუ მართლა ჯგროთ რო დადიან, მართლა საშიშები არიან. იმიტომ რომ ბევრნი არიან, თან მარტო არავინ არ დადის. და აი 3, 4, 5, 6 ადამიანი უკვე რომ მოდის, რომელიც აგრესიულია, ანუ გეშინია. სულ რომ იმას უფრო ჯანიანი იყო ერთი ტიპი, რომ ხარ უკვე გეშინია. იმიტომ რომ ხვდები რომ ოპა, ამას შეიძლება რაღაცა შენ გაქვს რაღაცა ის რომ აი არა იცი რომ არ არის კარგი რომ ეხა მე ავიღო და დანა გავშალო და გავყარო ფილტვში. მაგრამ იმათ მე გარიციან, იმათ რაღაცნაირად თითქოს ვერ დაიჭირეს ბალანსი თავიანთ თავში. რაც აღზრდის პრობლემა ძალიან სერიოზული. ეს არის პირველი, მაგრამ აქვე დავეთხოვები და მარტო აღზრდას უზობს, თუ ბუნებამ ცარუშველა, შინაგანადაც. და მაინც ანუ თუ ხვდები მშობელი რომ ბავშვი აგრესიის მიმართ მიდრეკილია, რაღაცნაირად უნდა მიუდგე და აუხსნა და ნენელა ეტაპ უნდა გაიარო, იმიტომ რომ შეიძლება ეგეთი ხო რაღაცა გარდატეხა მოხდა ძალიან პატარა ასაკში და რაღაცნაირად ეგეთი ადამიანი ხვდები რომ იზრდება. მშობელმა უნდა შეაჩერო ეგ, იმიტომ რომ მე 30 წლის კაცს ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს, იმიტომ რომ ავტორიტეტი არავინ აღარ ეყოლება. მინიმუმ ამათ საკუთარი მშობლები არ ყავთ სავარაუდოდ ავტორიტეტად რა უკვე. კი, დიდი ალბათობით, იმიტომ რომ აი ძალიან სწორს და კაი თემა შეეხე ავტორიტეტი რა, ეხლა აი შეუძლებელია რომ ადამიანი რომ ბავშვობის ასაკიდან გამოდის და მოზარდობაში გადადის, ხო? რომ აი რაღაც ცხოვრება არ ქონდეს, ხო? აი რაც შემოთვალე რაღაცა გურდული სამყარო იქნება, ქუჩა იქნება, აუც მასწავლებელი იქნება, მშობელი იქნება, ანუ ავტორიტეტის გარშე უბრალოდ რაღაცა ის იქნება, ხო? რაღაც ველური ტიპი. დაკარგული. ხო, ანუ რაღაც სწორება არ ექნება. და გონია რომ ყველა ერთშის და ამიტომ შეიძლება გაბოროტდნენ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ აი შეიძლება მშობელი ვერ ხედავს რაღაც მომენტში, მაგრამ იმას აუცილებლად აინახოს, რომ მის შვილი დაკარგულია და რომ დაკარგულია ხარ, მე შიში გეშინია, რომ ვიღაცამ არ დამჩაგროს, ვიღაცა არ მიხვდეს ჩემს შიშს და ამას ფარავ, რომ აი მე მოდი შეგჭამთ. ხო, ანუ თავდაცვის უფრო თავდაცვიდან გამომდინარე აგრესია, ხო? რომ აი მე რაღაც გაურკვევლობაში ვარ, არ ვიცი რას ველოდო ამ სამყაროსგან, რაღაც სულ რაღაც საფრთხეებია, რაღაც ვიღაცა მერჩი სულ და მოდი რა, მეც აგრესიული ტიპი გავხდე, დანაშაულიდებ ჯიბეში, რაღაცა იმას მოვიხატავ, რაღაცა ესეთი, რომ აი საშიში ტიპი წარმოჩნდა რა, რომ ეს რაღაცა ავირიდო. კი, არის ეგ ძალიან ესეთი მომენტია, რომ აი რაღაცა თავდაცვის მიზნით გავხდე აგრესიული ტიპი რა. და ტაშის დამკვრებები ყავს თან აშკარად ამ აი მამამ გაინაცვალოს და რაღაც აი ხო, აი ვაშკაცი მეზრდება. ხო. იქ აღზრდას თუ შევხედავთ, ანუ აღზრდიდან რომ დავიწყოთ.
ეხლა იმიტომ რომ დაჩქარებული ყოფილი და ყველა მუშაობს, ნაკლები დრო რჩებათ შვილებთან მშობლებს აი კომუნიკაცია. საურთიერთოდ და რაღაცა რომ დაინახოს. ვიღაცების მშობლები საერთოდ ქვეყანაში არ არიან. Mhm. ვისიც არიან ისინი სულ მუშაობენ და იმათ გონიათ რომ კარგი მშობელია თუმე ამას ახალი iPhone-ი უყიდა ყოველ გამოსვლაზე. ახალი ჯოისტიკები, ანუ ყველაფერი მივეცი ფინანსურად. იმიტომ რომ რაღაცნაირად გონიათ რომ ეს ფინანსურით აანაზღაურებენ. ამ დროს ვერ ხვდებიან რომ იმ ბავშვს პატარა ასაკიდან სათამაშოს 10 წელი რო აქვს სათამაშო ურჩევნია რომ ერთი კონდეს, მაგრამ მშობელი ყავდეს ვისთან ერთადაც ითამაშებს ამ სათამაშოს. იმიტომ რომ მე ხვდება რომ ანუ ფული და მშობელსაც იმიტომ აღარ აღიქვავენ ავტორიტეტად რომ თუ გინდა რომ მე დაგელაპარაკო, მოდი ფული მომეცი. ეს რაღაცა მიყიდე, ხო? და მე აბა რა გინდოდა? და აი ისიც დღეს ნახე კადრი, აი წეღავ ნახე, სანამ მოხვიდოდი იქამდე, ის ზუსტად 1 საათს დადებული იყო, რომ აი მე ერთადაც ხო ნახეთ. ანუ ბავშვებმა ვიღაცა დიდი ტიპი სცემეს და მერე ბლატაობენ რომ თეთრ ბოტასე რომ იმ ადამიანის სისხლი უსვია და ნასკზე რომ სისხლი უსვია წინდაზე ბოდის რომ აი სისხლიანი რომ მაგით ბიჭო ბლატაობენ და იარაღები რო უდევთ აქ და დანა წინდაში და აი მაგას ხო ვიღაცამ ტაში დაუკრა ოდესღაც აუცილებლად იმ ვიღაცამ სისხლიანი ფეხსაცმლით და ნასკი ხო აუცილებლად სახლში მივიდა აი შეიძლება ფეხსაცმელი გარეთ სადღაცას გავწმინდე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაწმენდა. წინდა ისეთი რამეა, რომ აი მარტივად სისხლი ვერ შორდება. და ხო უნდა გაგიჩნდეს მინიმუმ შობელს კითხვა, რომ რატო, რა მოხდა. სულ რომ აი თავიდან იცი როგორ იწყებენ, ეგენი რომ პატარა რაღაცეებზე ძალადობით იწყებენ ბავშვები, რომ ჯერ სათამაშო ვცემე. მერე ცოტა წამოვიზარდე, ძაღლი ვცემე, კატა ვცემე და მერე ნენელა ვიზრდები და უკვე ეს აღარ მაკმაყოფილებს, ვეღარ ვიღებ იმ საკმარის დოფამინს, რომ და მე უკვე ადამიანებზე გადავდივარ. ჯერ ჩემზე პატარას ვცემეც, რომ პატარა ვარ. ოღონ იმაზე დიდი ვარ და მე უკვე ვიზრდები და მგონია, რომ შემიძლია ვიღაცა ესე ქუჩაში გამვლელი რაღაცა არ მომეწონოს და აი ჩვენ დროს რო იყო სიგარეტი გააქვს და აი თუ არ გქონდა სიგარეტი რომ მე არა მაგრამ ანუ გამიგია რომ მამრებს რომ რო ეშინიათ რა სიგარეტი არ ამაქვს და ეხლა ისინი ცემენ ჯგროც შარზე რო არიან რა აი ეს ტიპები რომ ეს სიგარეტში კი არ არის საქმე უნდათ რომ შარი მოგდონ და აი ეგრე დადიან ოღონ ისინი თან პატარები არიან ანუ არასრულწლოვნები არიან იდეაში რომ უნდა სწავლობდნენ ცხოვრებას კარგი კუთხით და სკოლაში წიგნებს უნდა სწავლობდნენ და მომავალს აწყობდნენ რომ რა უნდა იფიქრო რომ რა შეიძლება ის გაკეთება მოწონდეს რომ პროფესია ნელ-ნელა აირჩიოს მაგ ეტაპზე არიან ოღონდ სინამდვილეში ვინ ცემონ ვინ გაუბედურონ ანუ მაგაზე არიან გადაწყვეტილები და მშობლები ტაშს უკრავენ კი ანუ ხო და ეგაა რა აი ზუსტად ანუ გამორიცხული არ არსებობს რა ანუ კიდე აი ძალიან ჩემს საყვარელი მაგალითია რომ აი ნებისმიერ რაღაცა შეიძლება მოვარგოთ ხო აი ადამიანის ფსიქიკას როცა ეხება და ჩამოყალიბებას რომ აი რომ კონსულზე რო იყოს რა ეს მოზარდი სადაც ნუ არაფერი ისა არ არის ხო არც ავტორიტეტია არც რაღაცა დაძალება არც კარგია არც უდი არაფერი ანუ თავი კითხვაა ჩემთვის რა იცი რომ ეს მოზარდები ეს რაღაცა ერთ დღეს ადგენ გაბოროტდნენ რაღაცა ძალადობისგან მიიდრიგან აი შერასაც ამბობ ხო აი სახში რომ მოვდიოდით სიტყვაზე რა და რაღაცა მათემატიკაში მივიღე 3-იანი მერვე თუ მესამე კლასში უკვე აი მოზარდობაში რო შედიხარ და აი გავსკდი რა ტირილით რა იმიტომ რომ ნუ რაღაცა ჩემთვის ძალიან საყვარელი საგანი იყო იქ რაღაცა ნუ მასწავლებელმა ამიტო და ამიტო რაღაცა მოკლედ ის იყო ნეპოტიზმს ჰქონდა და რაღაც შიდა იმებს ადგილი და დამიწერე 3-იანი და რაღაცა ამ თელი ის მოდა რა დეპრესიები ამის გამო რაღაცა და ეხა ფიქრობ რომ მე რო ეხა ამ თაობის მოზარდი ყოფილიყავი რა ну ალბათ მე არ დავიწყებ ტილს და რაღაცა სატირები ხო ну აი რაღაც ტენდენციას ვიძახი იმას ავიძახ რომ მე რაღაცა ეგ ტიპი ვარ და რაღაცა სამახ მაგრამ ანუ რაღაცა თითქოს შინაგან ანუ ადამიანში რა ეს აგრესია ხო თვითნაბადია ხო ეხლა რო ვიბადებ ბავშვი რაღაც საჭმელს ითხოვს ეგ აგრესია რო ტირის რაღაცას თხოვს აგრესიის ფორმაა რა ოღონდ ეს არის რაღაც ინსტინქტური რაღაც მოთხოვნილების და გამო მაგრამ აი ეს მოზარდი უკვე შერასაც ამბობ რო იქ რაღაც სისხლებს რო იწმინდავს ამით ამაყობს რა ეს უკვე რაღაც დეგრადაცია, ეგ რაღაც ავტორიტეტის ის არის, დანაკლის სწორი ავტორიტეტის რა, ну, სწორი ავტორიტეტი კიდე ცალკე ცნება, მაგრამ აი ხა სახში რომ მივდიოდეთ და გუგსავდეთ, ხო, იყო მაშინ ავტორიტეტი, რომ აი ჩვენ ძირითადად ჩვენ პრობლემა ყო, გაკვეთილი უნდა ცოდნო და გაკვეთილი თუ არ იცოდი და ამაზე იყო. და სკოლაში არ დამიბარო, იცოდე შენს გამო. ხო, შენს გამო. აი ეს იგივე ჩხუბები რაც შენ აღნიშნე, ხო, ჩხუბებიც იყო, ხო, ახლა ჩხუბიც იყო, კაი მუშტიკრივიც იყო, რაღაცა ჯოხის გადამტრევოც იყო რაღაც, მაგრამ
აი ესე მიზან მიმართულად რომ რაღაც დავჯგუფებულიყავით და რაღაცა ტიპების ნადირობა დაგვეწყო და ნუ რაღაცა ის ეგ არისო ხო და აი მაგას ვფიქრობ და მაგაზე მაქვს მთელი ის რომ აი რა გარდატეხნა მოხდა ეგეთი ვითის დავიწყეთ ხო პირიქით ხო რაღაც განვითარდა რაღაც თვითონ ისე წინ უნდა მივიდიოდეთ წინა წესი. წავიდეთ და რაღაც აი ძალადობის რა მაგ მექანიკური ფორცოხალის ამბავში ხო რომ აი რა არის ძალადობის მოტივატორი მოზარდში აი ეს მარტო ხო არა რომ მე ალბათ ახლა რომ ვფიქრობ მართლა მგონია რომ მშობლის ჩართულობა ნაკლები, იმიტომ რომ აი 90-იანის ბავშვი ხო ვარ მე. შენ ხარ 1890-იანი. ბულინგის შუაშიც მოსულა, ხო? და შესაბამისად, ანუ ჩვენი მშობლები ნუ მაშინ ხო სამსახურებით ისეთი იშვიათი რამე იყო. ანუ ოჯახში ყველა ვერ მუშაობდა ფიზიკურად. და რაღაც აი მშობლის ჩართულობა ჩემთან ყოველ შემთხვევაში მე ჩემი რაკურსით რო გადმოვიხედო, ჩემთან მშობლის ჩართულობა სულ იყო. და ავტორიტეტი როგორ იყო, იცი, განაწილებული, რომ მამაჩემი ხო მუშაობდა, დედაჩემი სახლში იყო. დედაჩემი თუ რამეს, ანუ ვიცოდი ეგ. აი ყური რო არ აუწევიათ ცხოვრებაში ისეთი ბავშვი ვარ ჩემთვის და აი რო არ უცემიათ არც მე არც ჩემი და აი ისეთი რა, მაგრამ ეს შინაგანი ინსტინქტი ხო იცი მაინც რო გეუბნებიან რომ აი მამას ხშირად ვერ ხედავ, იმიტომ რომ ხშირად სულ მუშაობს იდეაში, დილით წავა და ღამე მოდის და შემდეგ კიდე და დედაჩემისგან ვიცოდი რომ თუ რამეს გავაფუჭებდი, მამას ეტყოდა. და ანუ მე რო ხედავდი მამაჩემის ცხოვრების სტილს, პატიოსნად შრომობდა, ხელებს ავწევისე ვიწვდა, და რო ხედავდი რომ იმას მე გულს ვატკენ, უკვე ეს იყო რომ აი დედა რასაც მეტყოდა, მე ავტომატურად კარგად ისწავლა იყო იდეაში ერთ-ერთი მოთხოვნილება. კარგად ისწავლეს რომ მეტყოდნენ, მე ვცდილობდი რომ აი მართლა კარგად მესწავლა, რომ დედას არ ეთქვა მამისთვის, ოღონდ მამისთვის რო ეთქვა, ანუ მამა ჩემიც კი არაფერს არ იზავდა. ეხა რო ხვდები, მაგრამ ანუ ავტორიტეტად ვქონდა გონებაში, რომ რამის თუ დავაშევდი, ვაიმე ეს რომ მამამ გაიგოს, ოღონდ რას იზავს მამა, აი მაქსიმუმ გითხრას, თან მამაჩემი ეგეთი ტიპი იყო, მე უკვე რო გავიზარდეთ, მე მივხვდი, რომ აი რო აგიხსნა, რომ არა, ეგ არ ქნა. ანუ ის რო ეხა ყური აეწია და ეჩხუბა, დედაჩემი უფრო იყო მოჩხუბაი, რომ შეიძლება იყვირა, მაგრამ მამაჩემისგან აწეული სიტყვაც კი არ მახსოვს. მაგრამ აი ანუ ოჯახმა დარეგულირა რაღაცა ავტორიტეტი ჩემთვის. და ჩართულობა ეხლა რომ ძიძა ზრდის და კი ბატონო ესმის რომ მუშაობს ადამიანი მე უკვე ბავშვს ავტომატურად რაღაცა მშობელი სუცდილობს რომ ის დრო რაც ბავშვთან ერთად ვერ გაატარა აინაზღაუროს მარტო ჩახუტება სიყვარულით და ნაკრებს ელაპარაკება ცხოვრებისეულ რაღაცეებზე და მე ეს უკვე იზრდება და ბავშვი იზრდება თავისით ეხლა რო უყურებ მართლა აი ბავშვები იზრდებიან თავისით და რაც არიან უკვე საუკეთესოები არიან თავისი ვერსიით, იმიტომ რომ ანუ ბავშვი რო შენით იზრდები რომ არ იცი საით უნდა წახვიდე და ინსტინქტურად დადიხარ სადღაცას და საშუალო კეთილი ადამიანი რო იყო და არა ძალიან კეთილი, ანუ უკვე მაგარი ტიპი. თავის ავტორიტეტი. ანუ მოთხოვნილება რო ის აქვს, მშობლებს რომ თავია რომ სახლი არ გადამიწვა. ხო. სახლში რო დავტოვე, თავია სახლი არ გადამიწვა. ანუ არა, ბავშვს უნდა აუხსნა, ანუ ნებისმიერი ასაკის ბავშვს რამეს თავის ენაზე რო აუხსნით თავისი ასაკისთვის გასაგებად არ არსებობს ბავშვმა ვერ გაიგოს. თავია უნდა აუხსნა და ამის ნერვები კონდეს და შენ ახლა იმიტომ რომ გააკეთე მე შენ ჯილდოს მოგცემ და ყოველ საჭმლის ჭამაზე თუნდაც რომ ჯილდოები მისცე ეგრე არ არის. იმიტომ რომ ჯილდოს გარეშე მე უკვე არაფერს აღარ იზავს და ანუ ისე ანუ შტერი დაიქნება, იმიტომ რომ ღმერთმა ყველა კარგად ამყოფს. ან ბავშვი მე მშობლები რო აღარ ყავდეს, ან უნდა დარჩეს ქუჩაში და დაიჩაგრება, იმიტომ რომ არ იცის ცხოვრება რა არის და ეგ უნდა აუხსნას მშობელმა. გარემო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხა ჩემს ირგვლივ არ იყო არც ქუჩაში, უბანში, არც სკოლაში, აი ესეთი ავარდნილი ადამიანები არ მყავდა ირგვლივ რაღაცნაირად ისე დაემთხვა ალბათ, არ ვიცი. შესაბამისად, ანუ ძალიან მშვიდად ვიყავი ყველგან. ანუ ეხლა რო სახლს ვკეტავ სახლსაც მარტო რო ვცხოვრობდი უკვე, აი მაშინაც კი არ ვკეტავდი და მეჭუნა ჩაკეტე. მეთქი ანუ რატო ჩავკეტო, აი ისი მეშინია. იმდენად არ იყო რა ეგ ჩემთვის, რომ ვიღაცა მიხედავს რომ ყველას უჭირდა, არ შემოვიდოდა და რაღაცას არ მოიპარავდა და აი ეს რაღაც ძალიან სოციუმი იყო ძალიან კეთილი თითქოს. და შიშიც არ ქონდა პატარა ბავშვს რო უშვებ სკოლაში მესამე კლასზე ბავშვს თავისით რო უშვებ დიდ გზაზე თან საკმაოდ შორი იყო სკოლა ჩემიდან და ფეხით მივდიოდი ხოლმე. და რო უშვებ რა იქ ქუჩა გადაჭრა იქ ვიღაცა ერთადერთი რაც დედაჩემისგან ვიცოდი რომ აი მე სულ გიყურებ იცოდე და ფრთხილად იყავი ვიღაცა უცხოს მანქანაში არ ჩაუჯდე
ისე ეგეთ დარიგებები და მართლა ძალიან დიდხანს მეგონა რომ დედაჩემი ეს რომ მიდიოდ ქუჩაში ანუ ზევითან მიყურებთ ანუ კამერასავით რომ აი რამე არასწორი არ მექნა ოღონ არასწორიც ის იყო რომ სიცოცხლისთვის საფრთხე რომ აი მანქანა რომ მოდის არ გადაურბინო წინ გაატარე მერე გადადი ვიღაცა უცხო თუ მანქანას გაგიჩერებს არ ჩაჯდე გაკვეთილი მოყევი გაკვეთილზე არ დააგვიანო დროულად მიდი რაღაცა ის არ ქნა და თავარია ვიცოდე და რაღაცნაირად აი რო დაბალანსდა ეხა ამ გადმოსახედიდან რო ვუყურებ რავი ძალიან კაი ბავშვობა მქონდა ძალიან კაი მოზარდობაც მქონდა ანუ ის რა თინეიჯერობაში რო რაღაცაები ცოტა ტვენი ვუყურთ ანუ რაღაცნაირად გააზრებული ის მქონდა რა ცხოვრება ოჯახთან რო ცხოვრობდი ანუ გააზრებული ვიყავი რომ ამას რატო ვაკეთებდი ვიცოდი იმას რატო ვაკეთებდი იმიტომ რომ ვიმეორებ რომ ჩართული იყო ოჯახი ჩემს მიმართულებაში რომ აი რატო უნდა მესწავლა ეგ ვიცოდი მე რატო უნდა მესწავლა თუ არ ვისწავლიდი ანუ კი არავინ მაძარებდა თუ არ ისწავლი ამ ვერ მიაღწევ ვერაფერს ეგ იყო ვერაფერს ვერ იზავ ვერავის ვერ დაეხმარები იმას ვერ ანუ ვერაფერი ვერ გამოხვალ მათხოვარის გარდა ეგ იყო ფრაზა და ანუ მე რო ხვდებოდი რომ მე არ მინდა რომ მათხოვარი ვიყო ანუ უნდა ვისწავლო თუ აი ღამეებს ვათენა აი მართლა ისწავლე იყო რა რაღაცები არ გამომდიოდა და მაინც ტვინს ვასხავდი იმაზე რაც არ მომწონდა იმიტომ რომ მეთქი ეს საჭიროა ეხლა შეიძლება ეს რაღაცები აღარ მჭირდება ამ გადმოსახედიდან მაგრამ აი მაინც უსწავლობდი ან უნივერსიტეტში სკოლაში რომ აი მე მათხოვარი არ უნდა გამოვიდე ისე ეგეც ტრენდშია ეხლა TikTok მათხოვრება ხო არ დავიწყე ხო მაგრამ აი მუღამი რა იცი რომ აი ხა აი короче აი შობლის ბრალია ავტორიტეტის ნაკლებობის თან პირიქით უავტყე აი რაღაც მომენტში ჩართულობის ჩართულობა კი ზუსტად აი წეგანე მექანიკური ფორტო ხარ ვთქვი აი ეს ტიპაჟი რა ეს ალექსი ხო ან ციგზე და ფილმზე გვაქვს საუბარი სადაც ანუ ეს მოზარდი აი რო დააკვირდე ხო აი როგორ ვიცარდება ხო ანუ რაღაც უაღრესად მოძალადე ტიპია აქ თავის სამყარო და პლუს ამას არა კომუნიკაცია მშობლებთან მშობლებთან მაქსიმუმ კომუნიკაცია ის რომ რაღაცას თავს უქნევს თითქოს უჯერებს და ანუ მისთვის მშობელი ავტორიტეტი არ არის არ ყავს არანაირი ავტორიტეტი და აი აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რა რომ რაღაცა თითქოს აპრიორი მშობელი და ეს არაა რა დამნაშავე მშობელი არის უბრალოდ აი როცა ვერ ხედავს ის მოზარდი რომ აი ვიღაცა რაღაცა ისეთი ტიპი აი შე როგორც ამბობ ხო ანუ ხედავ რაღაცა განსამაქ რომ მიყურებს ხო და იქნება მამა იქნება რაღაცა და ამის გამო ვცდილობ რა ანუ მინიმუმ ის მომენტი მაქვს რომ რაღაცა აი ცუდი რომ უნდა მოხდეს ანუ რაღაც ცუდ სიტუაციაში ჩავარდე ფიქრდები რა ამაზე რა პატარა მომენტი მაქვს რომ ამაზე დავფიქრდე გავაცნობიერო შეიძლება ვერ გავაცნობიერო აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ იმას ეგარ რასაც ვამბობ დიდის დავიწყო მოზარდი როცა აი შემოდის ხო ბავშვობიდან შემოვდივართ მოზარდობაში ხო ანუ რაღაცა გზა იქნება სადაც ნუ გაურკვევლობა აბსოლუტური ხო ამ გაურკვევლობაში ვიღაცამ რაღაცა ორი სიტყვა თუ არ შემაწია და რაღაც არ მითხრა ხო ვიწყებ ჩემით რაღაც ოპერირება ჩემით ვიწყებ იქ რაღაცა ეს ბუნებრივია ხო ძალიან ბუნებრივია მოზარდის ის თვისებაა ეს ანუ არ არსებობს მოზარდი ამის გარეშე რომ ამ ადაპტაციის სურვილი არ ქონდეს ხო რაღაცნაირად აი ძალიან ბევრი ისაა სხვათა შორის და პატარა განსხვავებები არის ვისა და გოგოს შორის ხო აი გოგო შეიძლება რაღაცა პრობლემები ქონდეს რაღაცა არ ვიცი უთქუნა იყოს რაღაცა ის ქონდეს ან ვიღაცა მეორე გოგო მუთხრას იქ და შენ ხო მაგარი უთქუნა იყო ხო ანუ ხო და აქ ბიჭებში ისა აგრესია ხა ძირითადად მაინც უნდა მისამართი მივცეთ რომ ამ ეს რაღაც ჯგუფები როა ხაც ბიჭების და დარბიან და მართლა არ ბევრენ ხალხს და ნუ აი რაც მოხდა ხო ეხა გაუგონარისა ხო რაღაც ტრაგედია რომელიც სისასტიკე ანუ ეგ არის უკვე სისასტიკე ეგ არ არის რომ შემეშალა გაუბრაზდი როცა ეს 4ჯერ გაქვს ადამიანს გაკეთებული ჯგუფურად ეგ არის სისასტიკე უკვე ხო და აი რა ხდება აი აი ვერ ხდები ხო და აი ნუ როგორ ვერ ხდები სადღაცას რაღაცა მოხდა ის გამოც უკვე ამათთვის მნიშვნელოვანი რაღაცები სხვანაირად გადანაწილდა რა აი და ხო მე მაინც მგონია რომ აი ხო სხვა რამეს აი გარემო სადაც ხარ და მშობელი იმიტომ რომ ანუ ბავშვობიდან აი რომ მიდიხარ ხო მიდიხარ სკოლაში იქ ყავს ახალი სოციუმი კლასელები და უბანში ყავს სოციუმი ვისთანაც გაიზარდე და აი მაგის იქეთ და ნათესავები მაგის იქეთ ხო ეხა სხვა უბანში ვიღაცა საერთოდ ხო არის ვინ არის ხო უნდა დააკვირდე ვინ არის შენი შვილის გვერდით შენ ვის გვერდით ხარ აი ბავშვმა შეიძლება ვერ გაიაზრო მშობელი ხო იაზრებ რომ აი რაღაცა დააკვირდი თან გამოცდილება ხო ძალიან დიდი რამეა და აი რაღაცა უკვე მიხვდები რომ
რაღაცა გადაცდომა აქვს, შეიძლება შენ შვილზე ვერ მიხვდა, ეგ არის სერიოზული პრობლემა, რომ თავი საკუთარ შვილს რომ რაღაცა ჭირს, თუნდაც დაავადება რამე შეიძლება ქონდეს, ანუ ისეთი რა, ფიზიკური. ანუ შეიძლება შენ შვილზე მტკივნეული იყოს მაგის გააზრება, მაგრამ სხვის შვილზე მარტივია მიხვედრა. და რო ხვდები, რომ შენი ერთი შვილი სხვა ორ შვილთან ერთად დადის და მეგობრობს იმ ორთან და ის ორი ცოტა ავარდნილი ბავშვია, როგორც ჩვენ გვეუბნებოდნენ, ეს ავარდნილი ბავშვი. ანუ ცოტა ეგეთია და ცოტა მოძალადე და ცოტა ისე. უკვე შეგიძლია რომ აკონტროლო ნელ-ნელა შენი შვილის კავშირები. აკონტროლოს ეს კი არა რომ შენ მაგასთან არის მეგობრო და რაღაცა. გამოკითხო რა ქენით, როგორ ქენით, ეს ცუდია, ეს რაღაცა იმად მშობლებს დაელაპარაკო თუნდაც რაღაცა საერთო უნდა მოძებნო, იმიტომ რომ როცა მე ვითომ არაფერი და ჩემი შვილი ანგელოზია და მაგას არ იკადრებს, ანუ საბოლოოდ მივდივართ აი კატასტროფამდე, რაც ახლა მოხდა და რაც სავარაუდოდ ანუ ეგაა რა ცხოვრება, რომ ესენი არ იქნებია, სხვა იქნება. იმ სხვასაც შეაჩერებენ, კიდე სხვა იქნება და ეს იქნება დაუსრულებელი ჯაჭვი. სანამ ყველა ხმამაღლა არ ილაპარაკებს, მინიმუმ საკუთარ შვილზე, რომ მე შემეშალა, მე დამნაშავე ვარ, რომ რაღაცა დავაკელი ჩემ შვილს, იმიტომ რომ ბავშვი ვერ იქნება დამნაშავე. მე დავაკელი ბავშვობაში რაღაც ჩემ შვილს და ბოდიშს მეგიხდით და მოდი ყველამ თავისი წილი პასუხისგებლობა აიღოს. ჩემმა შვილმაც თავისი აიღოს და მეც ჩემი ავიღო მენტალურად მინიმუმ. რო ის კი არა, ხა მე წავალ და თავს დავიწოვ ამის გამო. არა, მოხდა შემთხვევა, ცუდი რაღაცა მოხდა. ანუ რო აღარ გაამართლო, რომ შენი შვილი ანგელოზია. იმიტომ რომ აი მსგავსი ქმედებები, აი გარი იგივე ტაშის დაკვრა, მე მაგას ვეძახი ტაშის დაკვრას, რომ აი რო ამართლებ, არ ჩემი შვილი ანგელოზია, მაგას ვერ იზამს და აი ანგელოზის შვილი გამოდის, რომ საბოლოოდ არის რავი, სატანა. ხო. ხო და აი რაღაც სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივდივართ რა, აი უყურე რა, რაღაცა მშობლებზე ვლაპარაკობ და აი ეს რაღაც ერთმნიშვნელოვნად ვერ გამოგვაქვს ის, რომ აი გინდა თუ არა მშობლის. ხო. შეიძლება ისე ძალიანაც ეცადა. ხო. მე მიდის სკოლაში. სკოლაში აი რაც ვიცით და ძირითადად რაც ხდება ეს განსაკუთრებით ზედა კლასებში, ხო? აი მასწავლებელი ავტორიტეტი აღარ არის. მასწავლებელი აღარაფერი არაა იქ. მასწავლებელი სიკეთეშინია ბავშვებს, ხო, ანუ ერთი სული აქვს, რომ რაღაცა და ის გაკვეთილი დაამთავროს და ნუ გაიქცეს, ანუ გაკვეთილად წოდებული, ხო, იქ რაღაც აშფანდური მიდის და რაღაცა. შენიშვნას ვერ აძლევ, იმიტომ რომ გიჩივის. და შეიძლება მართლა ისეთი სისულელე რაღაცა მიზეზი მოიგონოს, რომ მთელი შენი ცხოვრება დაანგრიოს. და ამიტომ გირჩევნია, რომ აუ და რასაც იზამენ და მორჩება 45 წუთი რამდენი წელი გაკვეთილი და წავა. ხო, და ის რაღაცა ეს პედაგოგიკა, ეს პედაგოგის ისა რა ქვია, ოქროს ბარიერი ვერ ვიპოვეთ. რაღაც თითქოს რომ არ ცემო ბავშვი, მაგრამ შემიძლია, რომ არ მომწონს მის აქცელი ხმამაღლა თქვა და გაუშვა დირექტორის ოთახში, რომ იქ არის დერეფანში არის ბუდიალოს, მაგრამ გაკვეთილს ვერ ჩამიშლის. გავა დირექტორის ოთახში და დირექტორიც თავის მშობელს დაიბარებს და დაელაპარაკება. ან ჩვენ დროს ხო იყო რომ მშობლების დაბარება იყო, ძალიან ვინმე რამეს აშავებს, მშობელი. მაგის ხო იყო შიში მაგის. აბა რა, რომ ჩემ მშობელი არ დაიბარო. მშობელს აკრება რო გესმოდა და გეშინოდა რა ჩემზე ნეტარ ას იტყვენ იმას რომ მე მაგრა ვისწავლე თუ იმას რომ გუშინ დავალება არ მეწარ. რო გეშინია რომ აი რას იტყვიან შენზე. და აქ აი ხო ანუ სრული ისაა რა, რაღაცა უკვე ქაოსი არის, ის აღარ არსებობს, ხო? და ხო და აი ეგ მომენტი რა, რომ სოციუმი უნდა იყოს ჩართული თავის მშობლიან და რაღაც საზოგადოება, აი ხა რაღაც მომენტში, ხო? ანუ რაღაც საზოგადოებას აი რო თქვი რომ რაღაცა პარკში როცა მივდივარ და იქ რაღაც სკვერში ვარ და რაღაცა 10 მოზარდია, მეშინია რომ რაღაცა უთხრა, ხო? იმიტომ რომ შეიძლება რა ვიცი, შეგიწი რომ ძალიან მარტივად ჩვეულებრივად რაღაც ანაკაგიხსნას და დაგესიონ, ხო? იმიტომ რომ აი ანუ არის ეგ ტენდენცია, ხო? ანუ უკვე იმას სკოლაც მშობელის გამოვლენს, სკოლაც გამოვლენს, უკვე რაღაც ფორმირებული არის, რა. ყოველთვის ვიზახი, რომ აი ჩემთვის ძალიან მიუღებელია და მარაზმულად რაღაცა ის არის, აღიქმება, როცა კომპრომისა აჩვევენ და იმაშვებიან. ანუ კომპრომიზმი და აი ეგეთი სხვადასხვა რაღაცა, აი კომპრომიზმი არის, მაგასაც ჩემთვის აი პირდაპირ რაღაცა იმათ რო ვსტიგამთ ამ ბავშვს რომ აი რაღაც დაპროგრამებული ყავს რა აი ზუსტად აი იმის ალექსის თემაზე ვიზახი რომ აი რობოტი შენ რობოტი გინდა და მორჩილი თუ აი თვითონ რო ასხოვდეს რა აი ძალადობას ხო აი იგივე ამ ოჯახებში ეს ხო პირველი მომენტი არ არის და ეხლა გაირკვა თურმე რომ ეს ხდება თურმე სისტემატურად ხო
და სანამ რაღაც ესეთი ფატალური, ისეც ფატალურია ხო ადამიანს სასიკვდილო, უბრალოდ გადარჩა იქ ვიღაცები და ხო რაღაც იმ შემთხვევითობის მომენტი. გადარჩა, აქედან დავიწყოთ, რომ ეხლა შეიძლება არაფერი არ ჭირს, ხო, მაგრამ რა მაგრამ განუვითარდა თავში ეხლა ცემა ისეთი რამეა, რომ შეიძლება ღმერთმა ყველა დაიფარო, შეიძლება 3-4 წლის მერე თავში უცებ აღმოჩნდეს, რომ რაღაცა ჭირს და всё. ხო, დროებით გადარჩა. ხო, რა ის გადარჩაც რაღაც უბრალოდ ისეთი რაღაცა აუცილებლად დაუზიანდა სასიცოცხლო. მინიმუმ 5 წელი მოაკლდა მის ცხოვრების. თავში ისე მძიმედ ურტყავდნენ, რომ ანუ მინიმუმ 5 წელი მოაკლდა რა და შეიძლება ღმერთმა არხნას და მეტიც. ჯერ ხო არ ვიცით. რა როგორ ამ ძალიან საშიშია. თავში ცემა, მგონი ყველაზე მეტად საშიშია რა ადამიანისთვის. ხო, ყველა მთელი თაორის თავში არის, ხო? ხო და ანუ უბრალოდ აი ეს როცა ესწრებოდა მე როგორც აი შეუძლებელია, ხო, რომ მე აი კაი ვერ გავიგე აქ რა. ნუ როგორ ვერ გავიგე? აი მაშინ რაღაც სირაქლემას ისაა რა პოზიცია, რომ თავჩაყავი აი შენ რას თქვი, ხო, აი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ჩემ შულზე ამას ვერ აღვიხავ. ანუ ელემენტარული მოძალადე კი არა, უბრალოდ რაღაცა როცა ჭირს რა. ოღონ არა ჩემ შულს ეს არ დაემართება. აუტიზმი, ანუ ეგეც ერთ-ერთი ფორმა, სადაც მშობლები ვერ აღიარებენ, რომ თავში შეიძლება აუტიზმის მსუბუქი სპექტრი ქონდეს. შეიძლება ძალიან გამოხატული, მაგრამ რაღაც ქცევით დარღვევა და არაფერი ეგაც ხასიათია და მე უკვე დაგვიანებულია იმ ბავშვს. ანუ ვერ აღიქვამენ, რომ მისი შვილი შეიძლება იდეალური არ იყოს. ჩვენ ყველა ადამიანი იდეაში იდეალურები ვართ, რა თქმა უნდა და სრულყოფილები, მაგრამ შეიძლება რაღაცაში გვჭირდება ხელის წაკვრა, დახმარება და მაგას ვერ განა ფული ენანებათ. უბრალოდ არა, ჩემ შვილს ეგ არ ჭირს და მორჩა. ვერც ეტყვი, მე შენც გეშინია მისი რეაქციის და აი ხარ გაჩერებული. და ანუ რო გინდა რომ კეთილად რაღაცა ურჩიო და აი კაიტი კარგად ხნა რა, აი კეთილი გულით რაღაცა უთხრა, ვეღარ ეუბნებ, იმიტომ რომ იმათთვის მიუღებელია შენი ეს აზრი. ხო, აი, ხო და აი როგორ შეიძლება აი უბრალოდ აი ჩემი შვილი არ არის მოძალადე. მე როგორ წარმოვიდგენ ეს ეგ ფაქტი და ეგ რაღაცა დინამიკა მაგ სიტუაციების, რომ აი რომ ესეთ სიტუაციაში რა აი შეხვდეს რა ამ თავშუს ქუჩაში რომ ვიღაცას ეს ჯგუფურად ცემს ან ვიღაც თავის თანატოლებთან ერთად ეს გაიგვის და შემშვილი არ იქნება. აი ან თავის დაბრმავების უმაღლესი მომენტი არის რა, ხო ხდები? და მე ხა არა, ნახე, თუ ვიღაცამ დაჟე აი ეს წაასწრო და ნახარ, ეტყობა ეს 10 იმიტომ ცემს დაბლა დაგდებული ერთს, რომ ეტყობა იმათმა რაღაცა მე ისეთ შვილი გავზარდე, ვიღაცა დაჩაგრა, ამან ვერ აიტანო რომ სხვა დაჩაგრა. რაღაცა ანგელოზი დამცველი. გმირის როლში გამოდის, რომ აი თვითონ აი ზუსტად ეგაა რა, აი რაღაც ერთ-ერთი მთავარი მომენტია, რომ ძალადობის ფაქტი კი არ იქნება. ისე რომ აი ხარეს პოულობ რა ამ ძალადობაში, რომ ჩემი შვილი არის გმირი. გაამართლო. იქ ჩვენ რაღაცებს შევეხეთ რა კონკრეტულად. აღარ წავალთ მაგ თემაში, მაგრამ რომ აი მე მსხვერპლი არის რაღაცა შეიძლება ისე გამოვიდა, აი იმდენად დეგრადირდება უკვე აი მშობლის ისეც რა, ახმა და წარმოდგენა და მთლიანი სიტუაცია, რომ იმ მსხვერპლს რაღაცა შეიძლება ის დააბრალოს მე, ხო? არა აქვს მნიშვნელობა, მსხვერპლია უკვე რა, ისა რავის სიკვდილამდე ნაცემი და მოკლულის უკვე და ნუ რაღაც შეიძლება დააბრალოს. ანუ კიდე ის არის, ანუ ისე მომენტი, რომ კიდე ვერ ხედავ, რომ აი ხო შეიძლება ერთი წამი დაუშვა, რომ მაშინ ხო აი ნახე სად მივდივარ ზუსტად საკუთარ თავს უნდა დავუსვა კითხვა, რომ ესე იგი მე რაღაცა ხო ვერ გამიზდია რა, აი გამზრდელის ამბავში, რომ მე ყოფილი ვარ, ანუ რაღაცა იმოსქენ, ეხა ამის აღიარება როგორი მყინვეული და როგორი ისა, როცა ეხა იმაზე ხო არ არის 2-3 წლის ბავშვი ლაპარაკი, უკვე არის რაღაც 15-16 წლის, რაღაც ცხოვრების იმას შედის და ამ კონკრეტულ მაგალითს, ეხა ძალიან კონკრეტული, მაგრამ ძალიან გაფრაზებული ვარ. ამ კონკრეტულ მაგალითზე ინტერვიუ რომ ნახე ერთ-ერთი მამის, ანუ ტიპი ამბობს, რომ რა მოხდა, ხელი გაიქნია, მაგან ხო აი სხვებზე არ ვიცი რა, მაგრამ მაგ ადამიანმა ხო ეგრე გაზარდა, რომ შვილო, ვინმე რამეს აი ესე თუ გამოგხედავ, მიდი ატაკე. რა მოხდა, ხელი გაიქნია, ანუ ხელის გაქნევა არის ეს? როცა არავის არაფერი არ ხვდება და მაქსიმუმ ბუზი მოვიგერიე, ხო? აი ეგ არის ხელის გაქნევა, მაგრამ მუჭის თან მუჭითაც ვერ მოჰკლავ, ერთი მუჭი რო ჩაგარტყა ვერ მოჰკლავ. რაღაცას რო ვიღებ და გირტყავ და გკლავ, ეგ აღარ არის ხელის გაქნევა, მან ბოდიში გაქვს მილიონი მოსახდელი და მთელი ცხოვრება რომ მილიონი ბოდიში იხადო, მაინც ვერ გადაიხდი. ვერ ისა. და იქეთ რო ჩირკს ცხებ და იქეთ რო აი რაღაცეებს ატენი, მაგიშვილი, მაგიტო ვამბობ, რომ მაგიშვილი ნორმალური ვერ იქნება. ანუ ის ბავშვიც, მაგის შვილიც მსხვერპლია, იმიტომ რომ ეგრე გაიზარდა, თორე ეგ რო ცოტა ნორმალურად იყოს გაზრდილი, ანუ არ მგონია რომ იმიტომ რომ მუცლიდან ხო აი რავი
ალბათ რავი 5 მილიარდში ერთი შეიძლება იყოს და თავიდანვე რაღაცა მუტაცია ცუდად განიცადა ფსიქოპატი. დედის ორგანიზმში და რაღაცა, იმიტომ რომ ყველა ფსიქოპატი ხო სადღაცას რაღაცა მოხდა მის კი, ცხოვრებაში. გატრამული არის და რაღაც ხო. არ არსებობს რაღაცა ხო, ანუ ეგრე რომ უცელში მე მონსტრი ვიყო, ანუ რავია, თითქმის შეუძლებელია. ანუ ალბათობა არის რაღაც 0.00 აი ხო 8 მილიარდ კაცი 2 იყოს მაქსიმუმ. და ანუ მე აი ბავშვი რო წმინდანი რო არის და საყვარელი ის რო იბადება აი მაგას რო შენ აქცევი მონსტრად შენ ხარ დამნაშავე ანუ ბავშვები მე ხო აი ჩემი აზრით ბავშვი დამნაშავე არაფერში არ არის თვითონ ბავშვი ანუ პატარა ასაკში მით უმეტეს მაგრამ რო იზრდება და ხვდები რომ შენ რაღაცა დააკელი აღარ აი და უკვე ბავშვი გაქცეული აქვს ტაში კი არ უნდა დაუკრა და მამა ენაცვალოს ხელი გაექნია კი არა ჯერ შენი თავი უნდა დასაჯო პირველ რიგში რომ ცუდი მამა ხარ, ცუდი დედა ხარ, ცუდი ბებია ხარ, ცუდი ის ხარ ვინც ზრდის ამ ყველაფერს და მერე უნდა მიადგე შენ შვილს. ანუ არა უშავს მამა შენ წადი აქედან, გაიქეცი ქვეყნიდან, ფულს გამოგიგზავნე, მე მოგიგვარებ. ანუ რა უნდა თან ეგ ადამიანი ამბობს რომ მე ვეუბნებოდი რომ შენ ნერვიულობ მე მოვაგვარებ. ანუ რას მოვაგვარებ და ხო აი გააცოცხლებ და იმ პირს, ანუ ერთადერთი შეიძლება რავი რაღაცა ზებუნებრივი ძალა ქონო და ის საწყალი ბიჭი გაეცოცხლებინა და ხო ნუ რაღაც აბსურდში და მარასში გადადის აი ეგ მომენტია აი რაც აი ყოველ წინა ის რო ქონდა რა პოდკასტი ორმაგი სტანდარტი მე უბრალოდ ესეთი კითხვა მაქვს რომ ეს ხალხი რო აი საპირისპირო ის რო ყოფილიყო რა და ეს ხალხი ყოფილიყო ამ სიტუაციაში ხო აი ხო რაღაცა კატასტროფა მოხდებოდა ეს კიდე ეს ადამიანი რომ აი აუჩი დაჟე დედა ну დედები კიდე უფრო აი რთულია რა, კიდე უფრო სენსიტიური ამბავია, იმიტომ რომ ჩემს აზრით ქალები ძალადობისკენ მიდრეკილები ძალიან ნაკლებად ვართ. დედა შიმშილობს, იმიტომ რომ მისი შვილი არ დაიჭირონ, მაგრამ მის შვილს რო რამე მოსვლო და ხო აი მაგაზე თუა წამსველი რომ ნიშბიციხეში არის ეს ჩემი შვილი, ანუ გადააჭამდა ყველაფერს. აი ორმაგი სტანდარტი კი არა, აი გულისამრევი რაღაცაა ეგ. ძალიან გულისამრევია, რომ აი შენი შვილია, მაგრამ სხვისი შვილი ფეხებზე კიდია. ხო და აი როგორ უნდა მიყვარდეს ხო ანუ აქვე სოლიდარობა გიგას დედას რა თქმა უნდა. კი რა თქმა უნდა. ხო და აი როგორ უნდა მიყვარდეს ეგრე ეგოისტურად თუნდაც შვილი ხო ნუ დედაშვილის სიყვარული ხო რაღაცა ყველაზე ის არის რა უმაღლესი და ეგრე ეგოისტურად როგორ უნდა მიყვარდეს რომ აი ფაქტზე დაუბრმავდე რა ანუ ეს რაღაცა ანუ ყველაფერს ხდება ეს არ არის რომ რაღაცა შენობები ჩაამპრია რაღაცა ცეცხლი წაუკიდა ანუ ცოცხალი ადამიანის სიცოცხლის ცოცხალი არსება მოკლა ხო სულ რო კატა მოკლას უკვე ის ცოცხალი არსება ხო რა თქმა უნდა უკვე მე ძალიან ისა კატასტროფულია უკვე ხო და მაღაზიაში კი შევიდა და რაღაცა ლუდი კი არ მოიპარა არა ცოცხალი არსება მოკლა მე დიდი ალბათობით ეჭვმაქვს რომ ეს ხალხი ამ ყველაფერს აცნობიერებს უბრალოდ ის რომ მანდ მივდივარ რომ თავის თავს უსვავს მაშინ კითხვა რომ მე ვინ გავზარდე ხო და ეს აი უმძიმესი კითხვა რო აირიდოს და აი ხა გაჩერდეს აქ და ხო რა შემეშალა რა სადღაც გამექცა სადღაც მივიღე ესეთი ამბავი ეს არის ჩემი შვილი მოძალადე და ნუ რაღაც მონსტრი და ეხა რაღაცნაირად აი რა ვიცი მოვკიდო ხელა მე თვითონ მივიყვანო იქ რა თან ეგ ხალხი ლაპარაკობს აი თან ძალიან მორწმუნე ხალხია და სარწმუნოებაში თან იმდენად აცნელები არიან როცა ღმერთმა საკუთარი შვილი გამოგვიგზავნა და გაწირა ანუ იესო გაწირა ჩვენთვის და ეს ამის შვილის ხვას წირავს წარმოიდგინე და ის ხვისი შვილი ამას მაინც ფეხებზე კიდე და თავის შვილი მაინც ანგელოზია და თან ამ დროს რავი წავა ეკლესიაში და მეტანიებს გააკეთებს ალბათ მილიონს ხო ნუ ეგ ცალკე მარაზმია რომ აი საზოგადოებაში ხო კულტურაში იგივე რაღაცა სასულიერო განხრითაც აი მანდაც რომ დამახინჯებული რაღაცებია რომ აი ამ მივალ მე დარწმუნებული ვარ რომ უმეტესობა ეგეთი აი წინაზე ქალთა ძალადობაზეც რო საუბრობდით ხო ის მოძალდე რა ქმარი თუ კაცად წოდებული ტიპი მიდის მე იქ იმაში მაგიტო ვიზახი რომ რა ვიცი სასულიერო პირებით მამაოები თუ არქიმანდრიტები თუ რა ვინც არის უნდა გამოვიდე და თქვა რომ მე ეგეთ ბრევს არ მივიღებ რა აღარ შეიძლება მანდ რომ აი უბრალოდ არ მახსარებაში ვეუბნება რომ აი ცოლი ცემე რა თუ რა ვიცი ყოფილი და უკავი შვილო მოინანია და მე რა კიდეც მე თუ რა ხო და აი რაღაცა ეგეთი მომენტი არის ძალადობას რაღაცა რომანტიზირება შელამაზება შეუძლებელია რაღაც ნებისმიერ რაღაც შეგვიძლია შევალამაზოთ რაღაცა პოეტური შევასხათ მაგრამ ძალადობას გამორიცხულია როგორც ამ შემთხვევაში ხო
მოზარდი იქნება 12 წლის იქნება ესე უიმაშველოდი, უნანავებდი თუ ეფერებოდი და ამას დედაენას ვაღოს თუ მამაენას ვაღოს, ხო? არის ესეთ ის ამ ფსიქიკის ისაა, ხო? ანუ მე რო ეს დავტოვო კიდე და ეს თავზე ხელი უშევ. კიდე იმას ვიდამ. ხო, ეხლა წერან შენ რომ მითხარო ეს ერთი და იგივე ხალხი ყოფილა, ერთი და იგივე რაღაც ჯგუფები დადიან, ხო? კიდე უფრო იმას ხენი, ხო? რაღაც მარაზ რა ვიცი, თუ ესენი სისტემატურად ესე იქცეოდნენ და ეს მშობელი უბრალოდ ესე იჯდა და იმას ვიდა, ეხლა გამოდის რომ აი ოღონდ თავი არ დაინახაულოს და თავის შვილი და კიდე რაღაც სისულელებს ლაპარაკობს, ხო? ეს გაგრძელდება, ხო? იმიტომ რომ ვიღაცა ვინც მაგ ტენდენციას იმიტომ რომ იმ ბავშვისთვის, ის მოზარდისთვის რაღაცები ნენელა ისრუტავს, აი მოზარდის გონება ეგეთია რა. ჭეშმარიტება ეგ რაღაც. ხო, ღრუბელივით არ რომ ნებისმიერი ფორმის ისრუტავ და მე ნენელა რომ გემატება ასაკი და თინეიჯერობიდან გადადიხარ უკვე დასრულ და რაღაც. მე ფილტრავ რაღაცებს და ამან ეს ყველაფერი რომ შეისრუტა ამ ბავშვმა და არავინ არ იყო ამის შემჩერებელი და პირიქით წამქეზებელი იყო. ანუ ამათვის ეგ არის სტანდარტი, რომ ეს შეიძლება ეს მოსულა. ეს სწორია. მე შეიძლება თავიანთი თავი გმირებიც გონიათ, რომ მე აი ვიღაცამ რაღაცა მითხრა, მაგრამ სხვა შემთხვევაში მსგავსი იყო, რომ ვიღაცის 30 წლამდე ვიღაცას წერდა და რაღაცები. რომ აი მე ვიღაცა დავიცავიე. და აი მაგათ თავიანთი თავი შეიძლება ძალიანაც გმირებად ყავ რა რაღაცა. კი, ხო, რაღაცა იდეალიზაცია ხდება რა. და მე დიდი ალბათობით კიდე მგონია, რომ ამ მოზარდებს არანაირი ანარქისტები გონიათ ალბათ. ხო, არანაირი დიდი კომუნიკაცია იგივე ამ მშობლებთან არ თქონდა. საერთოდ არ ექნებათ. აი ჩემი აზრით, აი რა მიდიან სახში, თავის ოთახში, ეგეც წარმოადგენებად, თამაშობენ რაღაცას, ეს დაუძახებს საჭმელი და არ მინდა, ეს გამომიძახე. ეხლა მე დედა და შეუტანს და აი ეგეთი ურთიერთობა მგონია რა, არ ვიცი. კი, ანუ თუ ესე დასხდნენ ის ნახე ეს ჯობია რომ თავი ანუ მიხვდე რომ ალბათ გამექცა თორე თუ ის ბავშვი ეს ყოველდღე გელაპარაკება მარტო კარგ რამეებზე და შენ მშობელი ვერ ხვდები რომ გატყუებს ეგ კიდე ცალკე ეგ საერთოდ კატასტროფაა ჯობია რომ კომუნიკაცია არ გქონდეს და მად მიხვდე რომ შეგეშალა ვიდრე შვილი თვალებში გიყურებდეს გატყუებდეს და იმენად არ იცნობდეს შენ შულს რომ ვერ ხვდებოდე რომ ეს ახლა ტყუილს მეუბნება უცხორო გატყუებს მაგას ხო ხვდები რა დროს გატყუებენ და აი საკუთარი შვილი აი როგორ შეიძლება ვერ მიხვდე რას გეუბნება სიმართლეს და რას არა ეგ კიდე უარესი შემთხვევაა თუ ეს ხდებოდნენ ყოველ საყამოს ოჯახურად და განიხილავდნენ საქმეს ეგ საერთოდ კატასტროფაა ხო და აი თან აი ეს გადაბრალების მომენტი რომ აი აი რაღაცა ისეთი ხდებოდა ანუ შემილია აი ძალადობის აი ხო და ეგ მომენტი არა ეს ხალხი არის ჩემს აზრით ყველაზე მთავარი დამნაშავე რა აი იმიტომ რომ ის კიდე ხო ანუ თანხმდებით რომ მოზარდი არის პროდუქტი რა გინდა არ გინდა ეხლა რაც აუნა ის არა აქ აი ზუსტად მაგაზე მინდოდა თქვა ცოტა აი აქ თამქრიდან შეხვედრ რომ ძალიან ბევრ მოზარდთან მაქვს ურთიერთობა და აი ბევრს ისნობ და მაგარი მოაზროვნე ტიპები არიან აი შეიძლება ეს ხმადაღები კი ძილობიანები რაღაც ანალიტიკური აზროვნება აქვს რავი რაღაც აი ნებისმიერ იმაზე ისე დაგწოს აი უბრალოდ გაწმილებული უყურებ აი რა twin house ტიპია ხო და აი განათლებაზე ვამბობ რა არ ამგონია ნაკლებად ნუ ეხა არის მომენტი შეიძლება განათლებულიც იყოს და მოზალადეს მაგრამ არის რაღაც პონჩი რომ აი შე რო აი წეღარასაც ვაფოთ აი ლაპარაკობდით რომ ეს ისაა რა დეფიციტი არის მშობლების და შე რო დაგიჯდება და გელაპარაკება უკვე ის თავს ადამიანად ხსნობს ის რომ ვიღაცა უსმენს შეიძლება თავი მოგაბეზროს თუნდაც აი მაგ იმით რა ძალიან ბევრ რაღაცებზე გელაპარაკოს რაღაცა მაგრამ არ უნდა აგრძნობინოს რომ ის რაღაცა უმნიშვნელო არის და იმის ლაპარაკე ეს უკვე ვიცი არა თავზე ხელი რო ბავშვი აღარ არის უკვე რომ თავზე ხელი ბავშვსაც კი არ მოსწონს ეგ თავზე ეგ ცნობილი ფაქტია რომ თავზე ხელსადებ მოგიშორებს ამ ხელზე იმიტომ რომ ადამიანია ეს რომ ჩვენ ის დავარქოთ ასაკობრივი ცხოვრება მით უმეტეს მოზარდს რომელსაც თავის დამკვიდრება უნდა და უნდა რომ თანაბარად მიიღო ხო უნდა რაღაც ტოლწილად და დაილაპარაკო ის ენა არ მოუჩლიქო ესე შენ ახლა ისახარ და მე აი ეს ცნობილი ფრაზა რომ შენ მერე გაიგებ ამას და რაღაც. უბრალოდ ელაპარაკი, კომუნიკაცია გქონდეს და ეგ არის ზუსტად კაისა რა, რაღაც სკანერი იმის თუ რა მდგომარეობაში აქვს ფსიქიკა, როგორ არის რისკენაა გადახრილი და რაღაცა. აი ეგრე შენ როგორც ვამბობთ, რომ შეიძლება რომ მოვა და ისა აი ეს გამომიძახე რაღაც. ხვდები უკვე რომ არანორმალური დამოკიდებულება აქვს შენ და მე რომ განამოვა და რაღაცა დედაშვილად თუ მამაშვილად გელაპარაკება, ხო? რაღაც ისახარ მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება და მეტი არაფერი. და შენს რო მე აი რო რაღაც კითხვებითაც აი ბავშვი კითხვის კითხავს რო იხლებიან, ანუ არა, იმ კითხვებს ყველა კითხვა რაც აქვს, ხო ეხა იცნობს საყაროს. უნდა მისცე
სწორი, აი ზუსტად სწორად უნდა უთხრა, თან არც ენის მოჩრექვით არ უნდა უთხრა, თუნდაც რომ ბავშვი სულ ენის ჩრიქით ლაპარაკობდეს. ანუ უნდა აგრძნობინო თავი აი შენ თანასწორად და შენც თავისთავად მის თანასწორზე უნდა ჩახვიდე გონები აი რაღაცა ისე რომ განსხვავება არ იგრძნობდეს ასაკში და უნდა აუხსნა. ბავშვს რო ყველა კითხვაზე პასუხს გასცემ, რაც იცი და აუხსნა თუ არ იცი მოდი აბა ეს ერთად გავიგოთ და რაღაც ანუ ის ხდება რომ მართლა რაც წეგან თუ საჭიროა. აი სამყაროში არის საჭირო მისი აზრი მნიშვნელოვანია სხვებისთვის და ის ცუცაც თუ გააკეთებს რამეს აუცილებლად მოვა შენთან და დაგელაპარაკება იმიტომ რომ იმას შენი იმედი აქვს და შენ ასევე სწორად უნდა მიცემ მიმართულება რომ შენ ცუდი რაღაც რო გააკეთე აუცილებლად ცემას კი არ გულისხმობ მაგრამ რამე ცუდი თუ გააკეთე აი რატო არ უნდა გააკეთო ეს ცუდი მინიმუმ ანუ კატას ციხე ამოვარტყი და კატას რაღაცა მოუვიდა ეს ზოგადად რო ვიღოთ თორემ მე კატებზე გიждდები ხალხო უნდა ითქვას, რომ რატო არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს სულიერი არსება, იმიტომ რომ ცოცხალი არსება, იმიტომ რომ ეტკინა და აბა შენ რო ვინმე მოგარტყას წიხლი მუცელში მოგეწონება, ანუ მინიმუმ მაქამდე უნდა ჩახვიდე რა, აი თუ მეტის ახსნის საშუალება არ გაქვს, ეგ უნდა თავისი თავი უნდა დააყენებინო ყოველთვის რა, იმ ადგილას რომ მე ის მიხვდეს რომ მარტო ჩემი კომფორტი კი არ არის, სხვისი კომფორტიც არის, აი მე რო 10 წყვილი წინდა მაქვს და ჩემს ძმას რო ერთი აქვს, ანუ შემიძლია რომ გავუყო, იმიტომ რომ მე რო ერთი მქონდეს და იმას 10, ანუ უნდა დააყენებინო რა სხვის ადგილას თავი და მე ხა ის არ წავა და ვიღაცა სასიკვდილოდ არ ცემს. ნუ შეიძლება აი ერთადერთი რაც შეიძლება გამართლდეს, აი მსგავს დამოკიდებულება ჩემს რომ თუ თავს იცავ. თუ ვიღაცა თავს დაგესხმის და მაშინ რაღაცა ხო, კი ბატონო, იმიტომ რომ ხო მართლა თავს ხო არ მოვაკლებინებ იმ ადამიანს. სხვა შემთხვევაში შენ რატო უნდა გაგიჩნდეს ვიღაცაზე დარტყმის სურვილი? უნდა ელაპარაკო და თუ ხდები რომ ლაპარაკით ვერაფერს ვერ აწყობ შენ ტოლ ადამიანთან, ანუ გაიცალე, მორჩა, გაიცალე. არ დახვიდე იმის დონემდე და всё. ის მოდი აბა დაგარტყა არა. ხო და აი ეგ არის ზუსტად აი ჯანსაღი ავტორიტეტის ამბავი რა. ჯანსაღი ავტორიტეტი არის იწყება ზუსტად მაგით მოსმენიდან რა. მე რომ უბრალოდ მინიმუმ ეს მოზარდი ხო თავს აღიქოვს რომ უსმენენ ხდები ან მნიშვნელოვანი ღირებული აი მოზარდის ყველაზე მთავარი ის რა გამორკვევა ამ ცხოვრებაში რაღაც მომენტი ის რომ არსებობს რა ანუ ძირითადი მომენტი ეს დეპრესიები რაღაცის საკუთარ თავში შაკეტვა და მე შეიძლება მაგ აგრესიაში გადასვლა არის მომენტი რომ მე ან რაღაც ძალიან შაბლონურად მიშორებენ აი ხო აი დედამ გენაცვალოს ხო აი ეხა არ მცალია და მე რაღაცა ანუ რაღაცა აქ ეს აგრესია არის ეს მომენტში რომ აი მე ჩემშულს იმიტოვცემ რომ მე ამან სხვა არ ცემოს ანუ რაღაც დაახლოებით ანუ რაღაცა ანუ ის არა გვაქვს რომ აი მოსმენის ამბავი რომ მოусმინო რაღაც აი როგორც ახლა მე და შენ ვსაუბრობთ ხო ხა რაღაც არც დედაშვილი ვართ რაღაცა მაგრამ აი გვაქვს რაღაც კომუნიკაცია დაახლოებით იგივე კომუნიკაცია რომ გქონდეს და რაღაცებში გამოერკვას ხო და თვითონ მოვა მე თვითონ შეეკითხება რომ აი რაღაცა ესეთი ამბავია რა იმიტომ რომ შენ რაღაცა ის კი არა ხარ რომ აი იმით გახარ და აბა რაღაცა ანუ არ ეშინია შენთან გახსნილია და ეს მაგრამ ეს მომენტი არა აქ აი იცი დავიწყე შენ რომ ამბობდი რომ აი რაღაცა ის სამსახურშია ის იქაა და ოღონდაც თვითონაც თავის ცხოვრება გაჭირვებია. ხო, თავის ცხოვრება რო გაჭირვებია ზუსტად რო და თავის ცხოვრებას გადარბენებში ამბავშია. შვილი საერთოდ რატო აჩენ? იმიტომ რომ შვილი ყავდეს? თუ მისთვის არ ცალია. ბიოლოგიური არსება თუ არის, მაშინ მიიღებ ამას რა. და მე მე ვარ უკვე თვით გამორკვევის რომ ეს რა მივიღე და ოღონდაც ეს რა მივიღე რომ დავმალო. ხო, აი ყველაფერს ვიტყვი მე რაღაცას გაფრებს გამოვიგონებ, იქ რაღაცა ცხოვრებს დავადანაშაულებ და ოღონდაც ჩემ თავთან არ მოვიდე. რო იდეალური ოჯახი მქონდეს საზოგადოების თვალში. ხო და მოусმინო. შიგნით, კარს შიგნით რა ხდება ხო? ეს ხო ლამაზია, თავარია შეფუთული როგორ ჩანს. აი სამწუხაროდ, აი ხო ჩვენ სხვა რაღაცა ტელეფონში გადავიდა, რომ აი იქ როგორი ხარ, აი თუ იქ კაი ცხოვრება გაქვს ყველას სოციალურ თუ რაღაცა გაღიმებული ხარ და რაღაცა იქიდევ სურათები, ნუ ესე იგი ყველაფერი რიგზე გაქვს. ყველაფერი იდეალურად გაქვს და აუ ნეტა მეც ისეთი ცხოვრება მქონდეს. და შეიძლება ამ დროს ხო. მაგრამ ეგეც მეორე ფაქტორია, რომ იქ მაგარ რაღაც, ანუ რატო აჩენ? ხო რომ ძალიან მაგრად ხარ, რომ აი ვიღაცამ არ დაინახოს, რომ ცუდად ხარ. ხო, აი ახალი თემა წამოწერე შენ ერთ-ერთ საპოდკასტად, რა სოციალური ქსელი და რეალობა. ხო, ადამიანი სოციალურ ქსელში და ადამიანი რეალობაში. ხო და იქაც ვიღაცა სატყვი ვიღაცისთვის აკეთებ, ანუ საკუთარი თავისთვის არავინ არ არაკეთებს. საკუთარი ცხოვრების წინ წასაწევად, საკუთარი სიამოვნებისთვის ისე რომ სხვას რაიმე არ დაუშავონ და ტკივილი არ მიაყენონ და სხვა არ დააზარალონ და სხვის თავისუფლება არ შეზღუდონ. ანუ იმიტომ რომ იქ ეს უფრო ტრენდულია, ეს უფრო გამოჩნდება და ეს უფრო კაია.
და შენ შეიძლება საერთოდ არ მოგწონს რაღაც, მაგრამ აი ეს უფრო ტრენდულია. აი ხა აქ რომ მომკლა რომ აი ძალიან სესკობა მოდი სუში ჭამე, ანუ უკვდები მშიერი ჩვეულებრივად. იმიტომ რომ ანუ არ აი მინიმუმ ხო ყვება, მაგრამ ანუ არა იქ ლამაზი ფოტო უნდა გადავიღოთ. აი შავსარკეში ერთ-ერთი ეგეთ სერია რომ აი ძალიან კაი სერია რეიტინგს რო უწერენ ერთმანეთს. აუ ძალიან კაი სერია ეგ და რაღაცას ის გადაუღებნისას გაიხდოს ბანძია გადააგდეს და მსგავსი რაღაცეები რომ აი იქ გამოვჩნდა ლამაზი რომ მე ლამაზი ტანსაცმელი მაცვია და მე ლამაზად მაქვს თმა და მე აი რავი აი ლამაზი სახლი ლამაზი ესა და იმის იქეთ აი რავი შეიძლება მთელი ცხოვრება თავზე გაქვს დანგრეული მაგრამ აი კი. ყველა ანალოგიურად გონია სირაქრემის პოზა. ზუსტად ეგ გონია მანდაც რა მაგ ამბავში რა მძალადობს ამბავში რომ ეს ხალხი ეს აი ხა წარმოვიდგინე რა მე გავიგე ესეთი ამბავი ჩემ შულზე რა და ვფიქრობ რომ აი ხა ეს ნათესაობია იქ რაღაცა Facebook-ს ესე ჩახუტებული მყავს და რაღაცა იმ წარმოვაჩენ ჩემ შულს და ამ დროს გაბაზრდა რომ არის ისა რა ქვია რაღაცა მოძალადე რაღაცა მონსტრი ხო და ეხა ეს რა მინიმუმ ეს რომ იმის მაგივრად რა ჩუმად მომეკიდა ხელად მე თუნდაც ამეყვანა იქ რა რომ მიიღო თავის სასჯელი რომელიც მაგ სასჯელზე ვილაპარაკეთ რომ ვერანაირი სასჯელი ვერ შეესაბამება იმას რაც მოხდა ხო სულ რომ რაღაცა ის იმას ვქნათ მაგრამ აი იმის მაგივრად რაღაც ჩუმად ესე მივიღო ეს რაღაცა ტრაგედია და გავაკეთე სწორი არჩევანი აი ვფიქრობ რომ აი ხა ჩემი ნაცაობი რა სიტყვიან იქ რაღაცა ეს იმიჯი რომ ხო მაინც ყველა და აი ზუსტად მაგის აგონიაში რომ ყველამ გაიგო ეხა ვაფშე საერთოდ იქ რაღაც იმაში ხალხებში გადავედი რა ხო და აი იმაზე რომ საუბრობდით რომ მოსმენა არის საჭირო აი ყველა ვარიანტში არანაირი ის რომ ეს შენ პატარა ხარ ჯერ აიცი ამის შესახებ რაღაც სულელაპარაკა იმისთვის სამნიშნელოვანია რა და ნდობა ხო და ეს ნდობა რაღაცა იმიტომ არ მოიპოვება რომ ის ბიოლოგიურად მე მისი მშობელი ვარ ან რაღაცა ეს ნდობაც არის რაღაც აი ძალიან ისე რთულად და აი რაღაცა იუველირულად დასალაგებელი რაღაცა იმიტომ რომ ანუ მაქსიმალურად გენდობა რა აი მაქსიმალურად მოზარდი აი მაქსიმალურად გამოყვება უბრალოდ აი როცა ვერ ხედავს ანდობას რა ანუ ჩვენ აქ ძალადობაზე ქონდა აქცენტი აი იგივე მერითაც დავიწყო დამოკიდებულება თამაში იქნება რაღაც ნარკოტიკი იქნება რაღაცა უყურ აი მშობელი რა ეხლა მშობელი როცა ყავს და რაღაც მისდამი რაღაც ბუნებრივი ნდობა მაქვს და ერთხელ გამისვა აი მარტივ მაგალითად ბავშვს რო აგდებენ რა და ხელი რო გამოწიოს ბავშვი დაეცეს ხო რაღაც დავარდეს იტკინოს რაღაცა ეს ნდობა ეკარგება რა მე შეიძლება ისე მოვიპოვო ესე რომ არა მოდი შვილო კიდე იმ დაახლოებით ეგეთი მომენტია ერთხელ რო მოусმენ და რაღაცა და ის და მე ვიტყვი რომ ეხლა ხო მოგისმინე და რაღაც ხო და მე რა ერთი ასე ხო უკვე მითხარი ხო ეს ხო უკვე მითხარი აი ძალიან ისეთი ფრაზაა რა ყურში მოხვედრილი ანუ სულ სისტემატურად ეს ეზარება ხვდები აი ხა მე აქ ჩემი სამსახური მაქვს თავარი ეს ამას 20 ლარი დაუტოვე ფული დაუტოვე რომ შეერი არ იყოს რაღაც ჩაიცოს რაღაცა და ყველაფერი აქვს მეტი რა ხო რა გამოსმენა აი მე რა მქონდა მაგის ასაჩვენებელი არ მქონდა ხვდები აი ეგ ისა ანუ რა დააკეთე შენი თავი დააკეთე ხო აი ზუსტად რა აი აბსოლუტურად რა აი რაღაცა მივდივართ რაღაც იმამდე რომ აი მოზარდს აი წყალი ჰაერი ვჭირდება ის რომ მოусმინო თან მოზარდებს ყურადღება აი ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ რომ მომავალი თაობაა და როგორი ჩვენ თუ გვინდა რომ კარგ და სამართლიან და კეთილ ქვეყანაში ვიცხოვროთ რომელიც კარგად განვითარდება კიდეც და ჩვენი სიბერე იქნება მშვიდი და უზრუნველყოფილი ანუ ამ მოზარდები ხო უნდა მოვიდნენ როდესაც სათავეში ეს თაობები ხო შეიცვლება და ამათმა უნდა შექმნან ხო ეგ სიტუაცია და ამიტომ ძალიან ანუ გარდა იმისა რომ შენი შვილია ისედაც ქვეყნის შვილია და სამყაროს შვილია და მაგიტო აი უნდა ეცადო რომ აი საუკეთესო ადამიანი იყოს რომ მე შენი საუკეთესო სიბერე იყოს მინიმუმ ანუ სიბერეში წყლის მიწოდებათ რო ზრდიან აი შვილი მინდა სიბერეში წყალს მაინც მომაწვდის ანუ მინიმუმ თუ მართლა იქინა მაშინ ისე გაზარდე რომ იმ წყალს რომ მოგაწვის წიხლია შემოგარტყას ან არ მოგკლას რა მწყურვალი შენს და ყველა და ძალიან უნდა მიექცეს ყურადღება ყველა მხრიდან იქ სკოლის ჩართულობა უნდა იყოს ძალიან სწორი მასწავლებლების, დირექტორების, მანდატურების, ვინც არის მან ყველასი უბანში რომ აი რომ დაინახე რომ მეზობელი ხარ და შეიძლება დედამის სახლში არ არის და მამამის სახლში რომ დაინახე ეს ყველაფერი რომ მე მშობელს ისე მიაწოდო რომ მე მშობელმა შენ არ მოგიმდუროს, მაგრამ აი რავი დავინახე და პრობლემა ხო არა აქვს და დახმარება ხო არ უნდა და რაღაცა კეთილად მიაწოდე. აი ბოღმას კი ნუ ჩადებ რომ მე იმას ასევე კეთილი კითხვა გაუჩნდეს მის შვილის მიმართ და მის შვილს არ შეეშინდეს და რაღაც ანუ ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს რა ამაში, იმიტომ რომ აი
მე მარტო ჩემ შვილს ვდივ და შენ რაც უნდა ისქნას, მე ეგ ჩემ კაი შვილს ეგ შენი ცუდი შვილი მოკლავს ან პირიქით. მე მეგონება რომ ძალიან კაი შვილი მყავს, შენი ცუდია და ჩემი მოკლავს შენს. კი, ხო და აი ჩვენ მთავარი ცოდვა რა როგორც ყველაფერში რა არის ეს გულგრილობა რა ხო ხტები ანუ ნუ მე რა აი მქონია რა მაგიტო ამბობდი წეგა რომ აი ბევრ მოზარდთან მქონია ეს ინტერაქცია და რაღაც საუბრები და მოდის და ნუ რაღაც მელაპარაკება ხო შეიძლება შენ ამბებში იყო ეხლა და რაღაც შენი რაღაცა ისენი გაქვს რაღაც ყოველდღიური ამბები პრობლემები რაღაცები და ანუ მოდის და გელაპარაკება ესე არ ხდება რა აი ცოტა უხეში შედარება გამომება მაგრამ აი როგორც აი კატები არის რაღაც აღლები არის რომელიც მოდის ანუ რაღაც ტყუილ არ მოდის რაღაც ჭირდება შენგან ხო და აი არის მომენტი რომ მოდის მოზარდი რაღაცას გელაპარაკება საერთოდ წარმოუდგენ რაღაცას და შენ უაგდებ რა იმაშვები და ამ დროს შეიძლება მართლა აი იმ მომენტზე გადიოდეს ზუსტად რომ რაღაცა საშინელება ჩაიდინოს ან საკუთარი თავის მიმართ ხო და აი ნუ რაღა ხო ეს მოსმენა რომ აი რაღაც 2-3 წუთი ან 10 წუთი და 15 წუთი და არ გიღირს იმას რომ მე არ წავიდეს და რაღაც კატასტროფა არ გააკეთოს და აი თუ გვიზარებ არა ხო აი ხა რა ჩვენ ისე გავიზარდეთ და ესენი ესე გაიზარდნენ. ხო და ნახე, ჩვენ ისე გავიზარდეთ, ჩვენ გაჭირვებაში გავიზარდეთ, ერი ზუკოს წვენებზე. ხო, ანუ მართლა გაჭირვებაში გავიზარდეთ რა. და შუქი რომ მოდიოდა მოვუდი. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ გავიზარდეთ, იმას კი არ ვთქვი, ჩვენ თაობა უფრო მაგარია ვიდრე ანუ არა. უბრალოდ ჩვენ გქონდა მეტნაკლებად ეს მშობლები ქვეყანაში იყვნენ უმეტესობა და ეს ყველა გაქცეული არ იყო, მერედნენელა წავიდნენ. და რაღაცნაირად აი მეზობლის იმედი მქონდა აი არ მეშინოდა ვიღაცების ქუჩაში უშუქობაში ფეხით სიარული სოფელში ან კილომეტრები შემეძლო მე ანუ იმედი ქონდა რომ რაღაცა ანუ ყველა ნებისმიერ კარში შეგეძლო თავის გადასარჩენად მინიმუმ შევარდნილიყავი და ყველა გიშვებიდა რა შენი ოჯახი მით უმეტეს ანუ ეგ ჩართულობა იყო და ეხლა არის ყველა კარმიკეტილი უნდა გასკდე ბრახუნით, რომ ვიღაცამ კარი გაგიყოს და მართლა წყალი მოგაწყვეტოს. იმიტომ რომ აი ყველას რაღაცის ეშინია და ეს დაძაბულობა და აგრესია იმენად აი ადუღებულია საზოგადოებაში, რომ აი ვერავის ვერ ენდობია. საერთოდ მე რო დავაკვირდი, რომ ხალხს ერთმანეთი ეზიზღება. ყველას ყველა ეზიზღება, აი ძალიან ოჯახის წევრები, აი და აი ძალიან 1-2 მეგობარი, იმიტომ რომ შეიძლება 10 მეგობარი ყავდეს და 10-დან 2 გიყვარდეს და დანარჩენს თავს აჩვენებდა. ეგეთ საზოგადოებაა, იმიტომ რომ სულ ერთმანეთს ჭამენ, სულ ვიღაცის რაღაცა უხარიათ და აი სამი კაცი როზის და უპირველად 5 კაცი როზის და ერთი რომ 4 იმეც იწებს ეგრევე ლაპარაკს და აი ეგ არის აი სიყვარულით კი არ იწყებენ მე ლაპარაკს რა რა საყვარელი არა მაგარი აი ნახე რა იცო ნახე ანუ ეგრე აი ჭორაობა იწყება ეგრევე იმიტომ რომ იმდენად არის ეს ხალხი გაბოღმებული და გაუბედურებულები რომ აი თან მარტო თავის ინფორმაციას გაწვდიან რა აი მე კაი ტიპი ვარ და შენზე რაც მაქვს ნალაპარაკები მე მაგას ვმალავ მაგრამ სხვამ რაც ილაპარაკა შენზე იმას გეუბნებ მაშინ ისიც ხომ უნდა გითხრა რომ მე ეს თქვი შენზე მინიმუმ რომ მეც მართალი ვიყო რა ჩემთან თუ შენთვის ვითომ კაინი და აი სადღაცას აი ძალიან ავიჭერით და მე ისიც გიჩნდება რა ვიღაცის დაცვის სურვილიც გეკარგება რომ აი ხა მე შენ დაგიცვა აი ესე გიჟვით ვიღაცასთან მე მაინც მე მომადგები შენ და აი რო ვიცი რომ აი ყველაფერი მართლა გეზიზღება და შეჭმაგინდათ აი მეც ესე ჩემთვის წყნარად და ყველა ეს თავისთვის არის კარში კეტილი და შე ანუ ყველა ეს როგორც არის გათითო კაცებული არის ხო ანუ სხვის აი წელსახადოს აღმოაჩინა რომ ისა საზოგადოებაში ახლა წელი რომ მოდიდა ხო იდეაში ერთ-ერთი ძალიან გასახარებელი ის არის რა დაბადების დღე და ახალი წელი მიყვარდა სულ და წელს განსაკუთრებით ქუჩაში რომ გადიოდი ქართველები არ იყვნენ. სულ უცხოელები იყვნენ ეს ნათვისხეთთან და სადღაცას და აი მანდ იყო პირველი ის ფრაზა რომ ქართველებს ერთმანეთი ეზიზღებათ, იმიტომ რომ მე რო ქუჩაში გამოვიდე, ხო უნდა გნახო. და შენ ნახვის სურვილი რო არ მაქვს და რომ ეზიზღებენ, აღარ გამოვდი. შენც ანალოგიურად და ეს ყველა რა აი ის დუხი რო აი რა ვიცი დაახლოებით 10 წლის წინ ვსწავლობდით თან და რაღაცა ის სანტას ფორმებში დავდიოდით ავტობუსით და ავტობუსი ვიღაცებს ნახე ადიოდი და ანუ აი ესეთი რა უბედნიერესი იყავი აი ის წინა პერიოდი იყო უბედნიერესი და არ გინდოდა რომ ოდესმე დამთავრებული იყო აი პირველი არ გინდოდა რომ მოსულიყო მაგრამ მთელი ერთი თვე უკვე ბედნიერი იყავი და ახლა აი გეშინია რომ აი აგრესია და თან იმან არ დაინახოს რომ მე ბედნიერი ვარ და მაგის გამო არ ჩამქოლოდ ეხლა წარმოვიდგინე რა ეს მოზარდი რომელიც ოჯახიდან გამოდის ოჯახში ვერაფერი გაარკვია მე რა ესეთი ამბავი ხდება აი ამ
სოციუმში. ხო, სოციუმში ესეთი ამოხდება და ეხლა რა მოვთხოვო იტყვის, რომ აი რაკნას ისა ხო, რა იმანაც ქვია, რაკნას. ხო, ანუ განა ჩვენ ახლა ისე ანუ არა ვიღაცა ხოლმე ჩვენ მაგ ფაქტებით გავაკონკრეტე, რაც რომ არის, რაღაცა ხო? გავიღოთ და რაღაცა ხო. განტევების ვაცად ვაქციო და ჯვარზე არა, ხო. გავაკრათ ეს მოდა მაგალ პირიქით აი ძალიან საინდა უაღრესაც და აი არ ვიცი სხვა ასე კობრივი კატეგორია არსებობს ვიდრე ესენი რომ აი რაღაც მოაზროვნე და რაღაცა ისეთი აუ ძალიან თან ემოციურების და აი ავთენტური ხალხი არა აი მართალი ძალიან ხალხი. წრფელი ხალხი არის ვიდრე ნუ მე ახლა რაღაც ის რო არის ტიპი ვიღაცა რაღაცებს რო სქემებს რო ატრიალებს რა თავში ხო და აი ვერაფერი გაიგო აი შენ რასაც ამბობ რომ აი ეგ ინდიკატორია არა მარტო ის რომ ნაძვის ხელზე არ გამოდის აი უბრალოდ სოციალურ ქსელებს ჩაძაღდა და აი ამინ და ნუ აი კატასტროფაა ხო შეიძლება ტიპს საერთოდ არ ეხებოდეს თემა აი ვიღაცა რაღაც აი უცხოეთში რაღაც იმას ხო აი ხო კაია ხო და ამოიხოცნენ და ანუ ეგ ველი არის ეგ ზიზღის ველი მაგაზეც ნუ შეიძლება ლაპარაკი მაგრამ უბრალოდ ხა ზიზღის ველს როგორ უნდა მიუძღვნა პოტა აი ზოგადად რაღაც ზიზღის ველი არის ხო ხტები აი მორევია რაღაცა და ესენი ცხოველე არიან ეს მოზარდები. ერთადერთი მახსოვს ეგ ერთიანობა აი წინა წელს რო რაღაც ევროპის ჩემპიონატზე გავავიდით ხო. რაღაცა იყო რაღაც ერთი ღამე და ნუ რაღაცა მართლა ერთმანეთს ვიყვარდა ერთმანეთი რაღაცა აქედან გავედით შენც უყურე ხო მე მგონი აი არ მაგრამ ხალხი ცეკვავდა და მანქანა აუ ეგ ძალიან კაი რამე იყო ხო ეგ არის ნუ წელიწადში ერთხელ და კიდე ალბათ როდის გავლენ ესე კიდე სადმე ხო მაგას რო ის რო ელემენტარულ გამოდის რაც ხდება ხო იმაში კინა მაღაზიებში არა მარტო ის თვითონ კონსულტანტი რომელიც ესე გიყვეს მეც რო ვიღაც რო შედის და აი ეს მომე რა შენ ამბობ წინა პოდკასტში აი ეს მომეცი და მომიტანე და რაღაცა ხო მე ის გიყურებს ეგრე მე ის ვიღაცა იქ რაღაცა მთელი დღე რო რაღაცა იქ რაღაც ავტობუსზე ზის ვიღაცა ამოვა ეგრე რაღაცა ცუდად ეთქვის ის მე იმ აგრესიას შენზე გადმოიტანს და ეს ველი არის ეს არა კონკრეტულად რომ აი ლევანი მარიანა და ვიღაცა უცებ გაგიჟდნენ ვიღაცა უნდა გაწყვიტოს საკუთარ თავზე უნდა აიღოს და გაწყვიტოს მაგრამ საკუთარ თავზე აღება საკუთარ თავზე აი მაგას ვამბობდით რომ ჯელოდით ამ ახლა საკუთარ თავზე არავის არაფერი არ უნდა და მე გვიკვირს რომ აი ჩემი შვილი ესეთი რატოა ის რატო რაღაცა აი სულ ესე ვართ რა ყოველთვის და აი ბოლოს კი რა წავიდეთ და შევკრათ ეს ამბავი ის არის რომ მოზარდები არიან ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებები და პიროვნებები და უნდა მოვუსმინოთ ყველამ მათ წუხილს, მათ არეულ ფიქრებს. კი. აი ხო უნდა დავეხმაროთ მაქსიმალურად თვითონ შეგვიძლია. რომ უკეთესი ადამიანები გახდნენ და მათთან ერთად მე ჩვენც უკეთესები გავხდებით რა ის გაცემული სიკეთე ენერგეტიკულად ისევ ჩვენ დაგვიბრუნდება და ჩვენ სავსეები ვიქნებით და ისინიც და ყველამ ჩვენი რაღაცა პატარა წილი უნდა შევიტანოთ და ძალადობას ტაში არ უნდა დავუკრათ არასდროს და ხმამა უნდა ვთქვათ რომ ეს ცუდია და ისევ და ისევ განმეორდები და გიგავალიანის და საოცრად სოლიდარობა და ყველა ადამიანს ზოგადად ვინც მსხვერპლია და ეს მსხვერპლი ეგ სიტყვა ძალიან არ მიყვარს რა მსხვერპლის როლი და ზოგადად მსხვერპლი ძალიან ცუდი რაღაცაა მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი მსხვერპლია ჩვენ ქვეყანაში როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად და ვეცადოთ რომ შემდეგ მსხვერპლები ჩვენ არ გავხდეთ იმიტომ რომ ჩვენ თუ არ შევქმნით უკეთეს ქვეყანას აუცილებლად ჩვენამდე მოვლენ შეიძლება ეს არ იყოს მოზარდების დაჯგუფება და ეს დიდების დაჯგუფება იყოს მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს შედეგი იგივე დადგება და მოზარდებს აი გავუფრთხილდეთ ბევრი ველაპარაკოთ სიყვარული ვაჩვენოთ მხოლოდ აგრესიაზე სიყვარულით უპასუხოთ და ის რომ მიხვდეს რომ ეს აგრესია მას კარგს არაფერს ამოუტანს ავუხსნათ იმიტომ რომ ჩვენი შულები არიან და ჩვენი შულების მომავალია და მინიმუმ ჩვენი შულებისთვის ხო გვინდა კაი კი და მე ჩემს მხრიდან დავამატებდი რომ ანუ ძალიან ესეც მოხუც ხალხსაც გავუფრთხილდეთ ხო მოხუც ხალხის აზრით მნიშვნელოვანი დავამატებდი იმას რომ ანუ ხშირად მაქვს ანუ ეს შეხება ანუ მიმოწერა რა ვიცი აი თუნდაც ამ პოდკასტის ხვევით აი თუ ვერ უმხელ დედას რა ვიცი ბიძას თუ ბაბუას თუ უბრალოდ ვერც მეგობარს რაღაც პრობლემა გაქვს ტკივა აი დიდი სიამოვნებით მოგისმენ გაგიზიარებ და მივიღებ რა უშენას როგორიც არის და რაც არ უნდა ისეთი იყოს რა იმიტომ რომ როგორც ვამბობ ანუ ყველაზე მთავარია ის რომ კომუნიკაცია გქონდეს რა და რა ვიცი რა ყოველთვის ვთქვა რომ აი არა მარტო იმიტომ რომ რაღაცა ეგო დავიკმაყოფილო და რაღაცა გადაგარჩინო მე თვითონ ძალიან ვიზდები როცა მოზარდებთან ვისამაქ რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცებს გებულობ ხოლმე
თან ადამიანი ფსიქოლოგია და მართლა გვინო მსხვერპლი ხართ თუნდაც და რაღაცის გეშინიათ შეგიძლიათ ლევანს მიმართოთ ლევან იაკობაშვილი ესე მოწოდეთ ოღონდ დავაკავოთ Instagram-ზე ოღონდ იმიტომ რომ რეკლამას არ უკეთებ სულიად უსასყიდლად და Facebook-ზე სხვა სახელი უწერია რა just მეგობრულად მადლობა დროებით